Telemaყურებლებო, დღეს ქართული ტელევიზია იწყებს ახალ ფორმატს. ეს არის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პარტიების, მათი ლიდერების, მათი წარმომადგენლების, მერობის კანდიდატების დებატები. ჩვენ მივიღეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან შესაბამისი ინსტრუქციები და იმის თანახმად ვცდილობთ ჩავატაროთ ეს დებატები. დღეს პირველად ჩემთან არიან ორი პარტიის წარმომადგენლები. ერთი არის მამული ენა სარწმუნოება, მისი წარმომადგენელი ბატონი თემური ბოკელავაძე და ის არის ამ პარტიის მერობის მერობის კანდიდატი და ხელმარჯვნივ ჩემგან ზის ბატონი ლელუაშვილი გიორგი, რომელიც წარმოადგენს პარტია საქართველოს და ის არის მერობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი. ჩვენ გამოაცხადეთ ვიდეო მიმართვაც გავავრცელეთ, სადაც ვიწევდით ყველას, დღეს ხათაშორის კიდევ ერთი 2-3 პარტიის წარმომადგენელი უნდა მოსულიყო, მაგრამ რატომღაც არ მოვიდნენ, შეიძლება ეს პირველი მცდელობაა და ალბათ ვერ ჩამოყალიბდნენ. ყოველ შემთხვევაში დანარჩენ კიდევ 2 თუ მე მგონი 3 ხუთშაბათს ჩვენ გვექნება ზუსტად ამ დროს, ზუსტად პირდაპირ ეთერში ანალოგიური დებატები, ასე რომ გთხოვთ დაიმახსოვროთ და გვისმინოთ და თუ გექნებათ კითხვები გამოგვიგზავნოთ, შეგიძლიათ დაგვირეკოთ, იქ სადაც ჩვენ განცხადება გავაკეთეთ, იქ არის ჩემი ტელეფონი, შემიძლია ახლაც გაგიმეოროთ და ვისაც გექნებათ სურვილი დაგვირეკოთ. ჩემი ტელეფონი არის 5-7-7-1-8-2. ასე რომ თქვენს კითხვებს სიამოვნებით უპასუხებენ ჩემი სტუმრები. ახლა ჩვენ წინასწარ მოვილაპარაკეთ წესი და რიგი როგორი უნდა იყოს აქ. მე ორივეს მივცემ თანაბარ დროს, რა თქმა უნდა, თანაბარ საკითხებზე სალაპარაკოთ. პირველად ალბათ სასურველი იქნება ჩემის აზრით 5 წუთი წარმოადგინოთ თქვენი პარტიები, შემდეგ ესე იგი ზოგადად თქვენი პარტიის პროგრამები და რას აპირებთ, როგორ აპირებთ, შემდეგ მესამე ეტაპზე უკვე ჩვენ მოვიფიქრებთ და იმის მიხედვით თუ როგორ წავა ეს ჩვენი საუბრები, მე დაგიზუსტებთ კიდე კითხვას. რომელით დავიწყოთ? ბატონო გიორგი და ბატონო თემური. ესე იგი როგორ ახალგაზრდებს გზა თუ პირიქით? ახალგაზრდებს საერთოდ გზა უნდა მივცეთ. ახალგაზრდებს ხო? მომავალი ახალგაზრდების არის და შესაბამისად საზოგადოებამ. კარგით, მე ვფიქრობ, რომ ბატონი თემური იმდენად ახალგაზრდად გამოიყურება, რომ ფართო საზოგადოებას, მით უმეტეს ჩვენ გვიყურებს არა მარტო საქართველო, გვიყურებს მთელი მსოფლიო, იმიტომ რომ აზერსეთზე გადის ეს, ყველა ჩვენი ემიგრანტები უცხოეთში გვიყურებენ დღეს და აი გავაცნოთ თქვენი თავი. ბატონ თემური. პროექტში მოგესალმებით. 5 წუთი. მოგებასაც მადლობა მოპატიჟებისთვის, იმიტომ რომ მაგალითად პირობები არის საარჩევნო სუბიექტებისთან მიმართებაში ხოლმე. მოგესალმებით, როგორც არის მართველი გუნდი, ვითომ ოპოზიციაც რა. ხო და ეს არის რომ წლებია ვიწვი სუფთა ქართული ინტერესებისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის და აქამდეც ჩემი მთავარი მოტივაციაც და ენთუზიაზმიც იყო სუფთა ეროვნული სულისკვეთება. სუფთა ხელებით შემოვდივარ პოლიტიკაში, ჩემი პირველი პოლიტიკური ნაბიჯი არის ასე ვთქვათ, მაგრამ იბრძოლია ძალიან ბევრ საკითხზე, როგორც იყო რელიგიის და სამხედრო გაფართოების სკოლაში დაბრუნება, გარკვეული პრობლემების წინააღმდეგ ყოფნა, ამავდროულად მიწები რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე არ გასხვისდეს და ჩვენი ქვეყანა ამავდროულად დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეც არის, ამ საკითხს ვიბრძოდი რომ შეხედობის წახალისებაც მოხდარიყო. შორს ვარ წავიდეთ, წლებია ვარ პოლიტიკურ სივრცეში მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიები არ გვაშუქებდნენ და მგონია რომ მომავალში გაგვაშუქონ დიდად. ქონდა ჩემი ბლოგებიც, რომელიც არაერთი იცის ჩემმა მაყურებელმა, იცით როგორი მებრძოლი ვარ, იცით რომ სამართლიანი ვარ და ეს არის ჩემი პირველი ნაბიჯი და აქამდე ძალიან ბევრს მივაღწიეთ ღმერთის წყალობით და ყოველი თქვენგანის თანადგომით, თუმცა ხელმოწერების აგროვება იქნებოდა აქციების კეთება თუ თუნდაც სოციალურ ქსელში თქვენი აქტიურობა. აქედან გამომდინარე, გადავდგე ეს ნაბიჯი
გადავდგი იმისთვის, რომ უფრო მეტი რეალური ბერკეტი მქონდეს. და ცხონებული თქვენ შარაძე გემახსოვრებათ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მას ჰქონდა ასეთი ორგანიზაცია მამული ენას არწმუნოება. თქვენც გეცოდინებთ ყოველივე, რომელიც ცოტა ხანია რაც პარტიად გადაკეთდა, ასე ვთქვათ, და დღეს უკვე პარტია არის მამული ენას არწმუნოება, ღმერთის წყალობით. მოგეხსენებათ დოლურაში რამოდენიმე ციფრი არის და ღმერთის წყალობით პირველი ნომერი მოგვენიჭა და ღმერთმაც კი არ დაუშვა, რომ პირველი ნომერი არ ყოფილიყო მამული ენას არწმუნოება არსებულ საარჩევნო სიაში. მე მინდა აქედან მაგურა გადავხადო ბატონ ზაუხაჩიძეს და მამა ამირან ამირანაშვილს, რომ მომწეს უფრო მეტი შესაძლებლობა ჩემი ქვეყნის და ჩემი ერისთვის უფრო მეტი გავაკეთო. ეს არის ის პირველი ნაბიჯი, სადაც ვთქვათ აბსოლუტურად ყოველ ქვეყანას დახმარებას და ჩემი მთავარი მოტივაცია არის მეტი კარგი საქმის გაკეთება, რეალ საქმის გაკეთებად მოვდივარ და დროა ოცნების და ნაცების, ანუ ქართული ოცნების და ნაცების მოძრაობის პოლიტიკური თეატრალური დასის დავასრულო და საქმის გაკეთებაზე ვიყოთ ორიენტირებულები. ეს იყო რაც მე პირველ დიდი მადლობა. რამოდენიმე კითხვა შეიძლება? როდის შეიქმნა თქვენი პარტია? სულ რამოდენიმე თვეა რაც გადაკეთდა. რამოდენიმე თვეა. ესე იგი ორგანიზაცია მოგეხსენებათ ეხა ზღუდავი რა სოციოექსპერტს არაერთხელ წაუშვათ, არაერთხელ და იყო შესაძლებლობა ესეც დაებრუნოთ, ამიტომ მაქსიმუმ. გასაგებია, ესე იგი თქვენ პირველად ღებულობთ მონაწილეობას არჩევნებში. აქამდე ეს პარტია არ ყოფილა, ეს იყო აქამდე ორგანიზაცია, პარტიულად აღარ მიუღია და ამჯერად თბილისის გარდა სადმე თქვენი პარტია ღებულობს მონაწილეობას? რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს, ძირითადი აქცენტი ბათუმზე და თბილისზე გვაქვს. ბათუმში ჩვენი წარმომადგენელია თამუნა მიქელაძე, საკმაოდ ცნობადი ეროვნული. დიდი მადლობა. თქვენ გეკითხებათ კითხვა პარტიასთან? მე დიდი ხანია ჩვენს მეგობარს ვიცნობ, თავის საქმიანობიდან ნამდვილად ეროვნული გულიანი ბიჭი არის. ცოტა ხმამაღლად ვთქვით, რომ კარგად ისმოდეს. ეროვნული გულიანი ბიჭია და მე ასეთ შეკითხვას დაუსვამდი. პარტიის სახელწოდებიდან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია დიდი ხანია იბრძვის, რომ დედაქალაქის ცენტრში ქართული ასოებით, ქართული სიტყვები იქნეს გამოხატული. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი ბესიკ ადამია იბრძვის და გვინდა რომ წარწერა მამული ენას არწმუნოება იყვეს დედაქალაქის ცენტრში დაწერილი. დაგვიჭერთ თუ არა ამ საკითხში მხარს? მოგეხსენებათ ეხლა მარტო მამული ენას არწმუნოება ეს სამი სიტყვა არის საოცარი ცნება, რისთვისაც ჩვენი გმირი წინაპრები სისხლის ბოლოცვეთა ბოლოსმდე იბრძოდნენ. შესაძლოა დაგიჭერთ მხარს კი არა, დაგეთმარებოდა. მე მეტიც მინდა, არა მარტო ეს სიტყვები დავით აღმაშენებლის ძეგლის მინდა მე პირადად თბილისში იყოს. გია ბესაძის ძეგლის მინდა, რომელიც სამოქალაქო ომის პერიოდში თავი დაიწყო სოფლმიანი მუხტარი იყო. ამავდროულად მერავდა ზლოდის ძეგლო ქალაქში გჭირდება, იმიტომ რომ ერთადერთი ეროვნული მთავრობა იყო ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, მათ ჩემთვის ყველა არალეგიტიმური არის. ამასაც პირდაპირ დაგიჭერთ მხარს კიდევაც ერთადაც გავაკეთოთ საქმეები. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ახლა ეს პროგრამაზე მე იქნება, ახლა ეს პარტიის წარდგენაზე. ბოდიშით ფენება ერთვით კიდე. დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს რა, აქციებსაც პროჯექტებად ერთად. ბევრი საერთო ინტერესიც ქონებიათ. კი კონკურენტები ვერსიაში შეგრე გამოვიდა, მაგრამ რაღაცებს ჩვენ შეგვიძლია შეთანხმება, იმიტომ რომ სუპერ ინტერესებით მოძრაობით აქამდე. გასაგებია. ბატონო გიორგი, თქვენს პარტიაზე მივესალმები საზოგადოებას. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია 2016 წელს დაფუძნდა ეროვნული აკადემიის ეგიდით. შესაბამისად 2016 წლიდან არჩევნებში ვარ ჩართული, მონაწილეობდით ფაქტურად ყველა დონის არჩევნებში. თუმცა სამწუხარო ის გახლავთ, რომ წინა ხელისუფლების გადმონაშთი არის კანონმდებლობაში ჩანაწერი და ამ ახალმა ხელისუფლებამ ნამდვილად არ გაასწორა, იმიტომ რომ ეთქობა თვითონ აწყობთ ეს და წინა ხელისუფლების ანასკლეტებად შეიძლება ჩაითვალოს ეს ხელისუფლება. ეს არის კვალიფიციური და არაკვალიფიციური პარტიების არსებობა. შესაბამისად ამ პროცესმა ჩვენ სერიოზული ხელი შეგვიშალა, იმის გამო რომ ხელშემშლელი პროცესი იყო, როდესაც ცნობებთან დაკავშირებული ფინანსებთან იყო, ფინანსურ საკითხებთან იყო დაკავშირებული და ჩვენ მოუწყოვეთ სხვათა შორის უწყებათა შორის კომისიაზე, რომ აღნიშნული საკითხი მოეგვარებიათ და უფასო ყოფილიყო თუნდაც ის უფლების ჩამოყრობის შესახებ ცნობა, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს და რეალურად მხოლოდ და მხოლოდ შემაფერხებელი არის პარტიებისათვის.
თითქოს არაფერი აუცილარი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც 2000 კანდიდატს აყენებ მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს საკმაოდ სოლიდური თანხა გახლავთ. თუმცა თანხის გადახდაც არ შეუშალა ხელისუფლებას და მომსახურების სააგენტომ თავისუფლებების არ შეასრულა საკმაოდ სერიოზული ბრძოლა დაგჭირდა ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატებს ეცნობები მოეპოვებიათ იმის გამო, რომ სასამართლო დავები მიმდინარეობდა და სასამართლოდან ცნობების მოტანა მომსახურების სააგენტომ კანდიდატებს მოთხოვა. თქვენ მოიტანეთ და აღმოჩნდა, რომ მოსამართლეები იყვნენ შეგულებაში წასული, ისვენებდნენ და ცნობების გაცემის პროცესი გვიანდებოდა. სანამ არ ვიჩვენებთ ამასთან დაკავშირებით, მანამდე ცნობები არ გასცეს და საკმაოდ შრომატევადი სამუშაოს ჩატარება მოგვიწია. ასევე პრობლემები შეიქმნა კანდიდატების დარეგისტრირებასთან მიმართებაში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი ორი კანდიდატი, რომელიც უნდა დაგვერეგისტრირებია, საარჩევნო სიებში არ აღმოჩნდა და დღემდე ამ სიებში არ არიან ეს კანდიდატები. ვითხოვთ ოფიციალურ პასუხს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდანაც და უწყებათა შორის კომისიიდანაც, მაგრამ ხელებს იქნევენ, რომ ოფიციალურ წერილს არ მოგვცევენ, ანუ დაწერილს არ მოგვცევენ და ესეთ განმარტებებს გვეუბნებიან, რომ ერთს მაგალითად პირადობის მოწმობას ვადა გაუვიდა და ამიტომ ამოიღეს, მეორეს არ ქონდა ვადა გასული, მაგრამ ახალი აღებული აქვს და ამიტომ ცოტა ესეთი აბსურდული განაცხადები იყო, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ჩვენი ამორჩეველი და ჩვენი კანდიდატები დაზარავდნენ ამასთან მიმართებაში და პარტიული სიები, ანუ საარჩევნო სიები არ არის გასწორებული და ეს ფაქტი რეალურად არსებობს და ამან განაპირობა ის, რომ საკმაოდ ხელი შეგვეშალა ამ მიმართულებით. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით არ წარმოგვიდგენია კანდიდატები, ჩვენ დავრეგისტრირდით თბილისის მასშტაბით, ანუ ყველა მაჟორიტარულ ოლქში ყავს მაჟორიტარი კანდიდატები, პარტიული სია, ქუთაისში ყავს მერობის კანდიდატი და პარტიული სია და მაჟორიტარული კანდიდატები, ზესტაფონში ყავს მერობის კანდიდატი და ზუგდიდში ყავს მერობის კანდიდატი. ჩვენ ასევე პრობლემა შეგვექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი დღევანდელი ქალაქის მერი ისევ ინარჩუნებს თავის თანამდებობას და კანონი უშვებს იმას, რომ ქალაქის მერი შეიძლება კენჭს იყრიდეს, მაგრამ სახელმწიფო რესურსის გამოყენების უფლება მას არ აქვს და დღესდღეობით ჩვენ კარგად ხედავთ, რომ რეალურად მუნიციპალიტეტ მობილიზებულ ხარებს რეალურად მაგის კახალაძე იყენებს ზუსტად აი ამ რესურსს და პრობლემას გვექმნის. ასევე ჩვენ მოგვიწია სასამართლო დავები იმასთან დაკავშირებით საზოგადოებამ რო იცოდეს ამ არჩევნებზე 17-მა პარტიამ განაცხადა თანხმობა, რომ არჩევნებში მიიღებდა სამი პარტიის დარეგისტრირება, სანამ დარეგისტრირდებოდა, მანამდე ჩაატარეს კეჭის ყრა, მოგეხსენებათ ნომრების ამოღებას გულისხმობ, ისე რომ ის სამი პარტია არ იყო რეგისტრაციაში გატარებული, შემდგომ ეს სამი პარტია მოხსნეს არჩევნებიდან, სამართლი არ მოხსნეს, მე ამას ნამდვილად ვიტყვი, იმიტომ რომ მათ არ ქონდათ ყრილობა ჩატარებული და თანამდებობის პირები არ ყავდათ არჩეული და შესაბამისად ისინი არ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, მაგრამ მსგავსი პრობლემა არსებობს კიდე სხვა სამ პარტიასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებაში ჩვენ სასამართლო დავები ქონდა, სასამართლო უარი გვითხრა განხილვაზე იმ მოტივით, რომ ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრობლემა არ იყო და ჩვენ დავა უნდა დაგვეწყო იუსტიციის სამინისტროსთან და საჯარო რეესტრთან, მაგრამ ეს გახანგრძლივებული პროცესი იქნებოდა და შესაბამისად არჩევნებს ვერ მოესწრებოდა, ჩვენ ამიტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვუჩივლეთ, ეს პარტიები არის გირჩი, იაგოს პარტია, რომელიც კვალიფიციურ პარტიად ითვლება და სახელმწიფო დაფინანსება აქვს 2018 წლიდან. მას არ აქვს ყრილობა ჩატარებული და როგორც მოგეხსენებათ, კანონმდებლობა გვავალდებულებს ჩვენ ყველას, რომ ყრილობები ვატაროთ ყოველ 4 წელიწადში და შესაბამისად ყრილობის გადაწყვეტილება მივიტანოთ და დავარეგისტრიროთ საჯარო რეესტრში, ეს ვალდებულება არის. თუ სხვა რამ აქვს ჩაწერილი წესდებაში ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ეს თავისთავად უკვე ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ის საკითხი, რომ
2024 წელს კონსერვატიული პარტია საერთოდ რეგისტრაცია გაუქმეს, არტიფოზია საუბარი, ზუსტად იმ მოტივით გაუქმეს, რომ წესდება შეესაბამებოდა კანონმდებლობას. ამიტომ ეს არის საფუძველი იმის, რომ იაგო ხვიჩიას პარტიას საერთოდ პარტია გაუქმდეს, რეგისტრაცია გაუქმდეს და არჩევნებიდან უნდა ჩაიხსნეს. ერთ-ერთი პარტია გახდათ მაგალითად ქართულ ნაციონალისტთა ერთობა, რომელსაც 1998 წლის შემდეგ არ ჰქონდა ცვლილება ჩატარებული. მე შეკითხვას ვსვავ, თუ ეს პარტიები გადიან ასე რეგისტრაციას, მაშინ ჩვენ რა დავაშავეთ, მაშინ ჩვენ რატო გვატარებიებენ ამ პრობლემებს და თუნდაც პატარა ფეხი გადაგვიბრუნდეს, სერიოზული პრობლემები გვაქვს, ჯარიმებზე რო აღარ ვისაუბროთ და აღარ ვილაპარაკოთ, საშინელ დღეში გვაგდებენ. ამიტომ ჩვენ მივმართეთ დღესდღეობით ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ საჩივრები ვწეროთ. მეტი რა დაგვრჩენია და აღმოჩნდა, რომ მე მგონი ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წერს საჩივრებს. ასევე დარეგისტრირებულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაკვირვებას აწარმოებენ ამ არჩევნებზე და გავნიშნავ, რომ არც მათ არ აქვთ დაწერილი საჩივრები. ანუ გამოდის, რომ ქვეყანაში ყველაფერი წესრიგშია, არაფერი დარღვევა არ მიმდინარეობს და მე ბოლოს დაიწყებენ, რომ აი არჩევნებზე წერტილი იყო არასწორად დასმული. 2024 წელს 11 პარტია იყო უკანონო, 18 პარტიიდან უკანონო 11 პარტია იყო დარეგისტრირებული. ჩვენ ერთადერთი აღმოჩნდით, რომ ვინც ეს გააპროტესტა. დღესაც იგივე მდგომარეობა არის. აი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიები, აგერ გახარია და ლელო გაერთიანდნენ და ერთ საჩივარ დაწერა ეს. ანის ბანერები, რომელიც არის გამოკრული. ერთი ბანერი, ერთი ვილა არის. და დედაქალაქში უამრავი უსახლკარო ადამიანი არის და ამ ბანერების საფასური მათთვის რომ მიეცათ და სახლები აეშენებიათ, ის პრობლემები მოგვარდებოდა. აი ზუსტად ეს პრობლემები არის ჩვენ ქვეყანაში და ეს ფულის პლან გვამიდის. თქვენ რომ ნახოთ, გამოქვეყნებული არის აი პენსიონერი რომ 50,000 ლარს ჩაურიცხავს ქართულ ოცნებას, რომელსაც 350 ლარი აქვს პენსია. ეს ახლა სასაცილო კი არა, სატირალი არის უბრალოდ. მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ აი ამ ხნის განმავლობაში ახლა პარტია დარეგისტრირებული არის, ფაქტურად არჩევნებში ჩართულები ვართ და პირველად ხდება ჩვენ ასე რომ ვთქვათ საეთერო დროს დათმობა. მე მადლობას გიხდით ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ჩვენი პრინციპია, ჩვენ ყველას ვაძლევთ საშუალებას და ისედაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგზაურობთ. არ უნდა მოგწეს, ყველამ უნდა მოგწეს და თანაბარ სიტუაციაში უნდა იყოს და ჩვენ ახლა საჩივარი დავწერეთ და მოვთხოვეთ უწყებათა შორის კომისიას, პირდაპირ ეთერში გადაიცეს უწყებათა შორის კომისიის სხდომები. მე ახლა არ ვიცი რა კატეგორიის ხალხი ყავთ შეკრებილი და ანუ ხელისუფლების მეხოთბება თუ უნდათ ის სადამკვირვებლო ორგანიზაციები არ ვიცი, მაგრამ როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი იმას იტყვის, რომ საერთოდ აგისტოთ ვინ ხარ და რომელი პარტიიდან ხარო, ცოტა გასაოცარიც არის და გულსაკენს, იმიტომ რომ ის აკვირდება და ის უნდა იყოს დაინტერესებული და უნდა მოდიოდეს ჩვენთან რა პრობლემები გვაქვს და პრობლემა კი არა, საერთოდ აგისტოთ და კაცი სამჯერ პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი და თვალის განმავლობაში ამ ორგანიზაციებმა ვერ გაგვისნეს, ესე იგი მათ არ უმშავია და ისინი არიან მე დავაბერ ბიუჯეტის ვირთხებს. იმიტომ რომ ისინი ფულს იპარავენ, არასრულებენ თავის მოვალეობებს და არ ხდება რეალურად, აი ზუსტად ეს პრობლემები არის, როდესაც ხალხს იმედი არ აქვს არჩევნების და ჩვენ ბრძოლაში იმიტომ ჩავერთეთ, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე და მე ხაზს გავუსვავ, ჩვენ ვიბრძოდით 2024 წელში. როგორც საპარლამენტოზე, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებზეც და დღეს ჩვენი საარჩევი სტრასბურგში არის ხაველაშვილის წინააღმდეგ და ვითხოვთ ხაველაშვილის არჩევნების გაუქმებას და მოუწოდებ, მე იმ ხალხს მოუწოდებ რუსთაველზე როდგანა და არჩევნების გაუქმებას ითხოვენ. აი ეს არის საფუძველი არჩევნების გაუქმების
და არჩევნების ნორმალურად ჩატარების. ეს არჩევნები რაც ახლა ტარდება, ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა ქვეყანაში და ამას ვერ დავარქმევ და მოუწოდებ ყველას ხალხი დაგვიდნენ და მოთხოვონ საელჩოებს ევროპის ქვეყნებისას, იმიტომ რომ ეს არის სტრასბურგში გასაჩივრებული და ევროპის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება ამათვის სავალდებულო არის შესასრულებლად. ამ არჩევნების პრეზიდენტის არჩევნების გაუქმება გამოიწვევს პირდაპირ ვამბობ ამ არჩევნების ჩაშლას და შესაბამისად ახალი არჩევნების დანიშნას კანონიერად და თანასწორ უფლებიან პირობებში. მე კიდევ მეორე ეს არჩევნები რაც ახლა ხდება არ არის თანასწორ. ბატონო გიორგი, შეიძლება უფრო დეტალურად აი ამაზე რომ ეს გახლავთ რას ედავებით თქვენ? რას ვედავებით და ეს ერთი კითხვა და მეორე ეს მიღებულია სტრასბურგში. ეს იმას ნიშნავს რომ გასაგებია მივიღეთ ევროპის სასამართლო. აი მოკლედ რას ედავებით? რას ეხება, როდესაც კაველაშვილის გაპრეზიდენტება მოუნდა, პირდაპირ ვამბობ რომ იმენა აი ზუსტად გაპრეზიდენტება მოუნდა, მათ შეცვალეს საარჩევნო კანონმდებლობა, შეამცირეს ვადები და იმის მაგივრად რომ ერთი თვით ადრე უნდა დარეგისტრირებულ იყვნენ კანდიდატები, ის 300 კაციანის სია, რომელიც იმას პრეზიდენტს ირჩევს დღეს და ხმოვანები ქვია თუ რა დაარქვეს ამათმა კიდე გაუგებარი არის. ის ადამიანები უნდა ყოფილიყო ერთი თვით ადრე ცნობილი, შესაბამისად 30 კაცს ეკიდან უნდა მოეცა ჩვენთვის რეკომენდაცია და დავრეგისტრირებულიყავით. ამათმა როდესაც შეამცირეს ეს ვადები, შესაბამისად არ მოხდა, მე განაცხადი შევიტანე, რომ მინდოდა პრეზიდენტობის კანდიდატად დავრეგისტრირებულიყავი, რა თქმა უნდა არ დამარეგისტრირეს და მომთხოვეს რომ დაელოდე, როდესაც გამოაცხადეთ და ეს სია გამოაცხადეს 3 დღით ადრე არჩევნებამდე. რაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ჩვენ რა თქმა უნდა სასამართლო მიმართეთ და სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა და ბატონი ყაველაშვილი ფიცროდებდა იქ და პრეზიდენტობას ინარდებდა. იმ დღეს სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა თბილისში სასამართლოში. ჩვენი კანონმდებლობით თუ სასამართლოში იყო საქმე შეიძლება ვერაფერს დადებდნენ და რა თქმა უნდა დაირღვა რამოდენიმე რაღაც კანონია. რადგან საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არ გვაქვს, იძულებული გავხდით ჩვენ ეს გაგვესაჩივრებია ევროპის სასამართლოში. და ეს ევროპის სასამართლოში მიიღეს წარმოებაში უბრალოდ იმათ თავისი პროცედურა. ეს არის მიღებული. ეს არის მიღებული 30 აპრილი 2025 წელი. 25 აგვისტოს? არა, 30 აპრილს. აპრილს. 25 წელს ამ წელიწადში. ამ წელიწადში. წარმოებაში მიიღეს 30 აპრილს. აი აგერ არის. გასაგებია. და შესაბამისად ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ქვეყანაში აღიეს კანონიერება, დაუბრუნდეს ქვეყანა დემოკრატიულ ჩარჩოებს და რელსებს და ამისთვის ვართ მოწადინებული. მთელი ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენი კანდიდატები, ვინც არიან წარმოდგენილი თბილისში და რეგიონებშიც, არიან იურისტები, გამოცდილი ადვოკატები, გამოცდილი სპეციალისტები და აქედან გამომდინარე ჩვენ მოსახლეობას მოუწოდებთ, რომ მხარი დაგვიჭირონ. ყველანაირ ბრძოლაში. თუ მოესწრო ეს გადაწყვეტილება და შევიდა ძალაში, თავისთავად გაუქმდება ეს არჩევნები და თავიდან იქნება შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული პრინციპებით მოხდეს ყველას დარეგისტრირება, ეს უკანონო დარეგისტრირებული პარტიები ჩაიხსნან, არ მიეცეთ მათ ეს დაფინანსება, მაგალითად გის მილიონამდე სახელმწიფო დაფინანსება ეძლევა, იმიტომ რომ კვალიფიციურია, სატელევიზიო ეთერი ეძლევა და 24 საათი ტელევიზორში ზიან და რას მოუწოდებენ კიდევ ღმერთმა უწყის, არის იქ გარკვეული მოწოდებები, რომელიც ქვეყნისთვის დაუშვებელი არის და ამასთან დაკავშირებით კიდე ჩვენ რა თქმა უნდა მიმართავთ სასამართლოს დაუწყებათა შორის კომისიას, მაგრამ მე მოუწოდებ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც სალად აზროვნებენ, დავიჭირონ მხარი და მათაც დააფიქსირონ ის დარღვევები და შეიტანონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმისათვის, რომ ეს მოხდეს გარჩევის საგანი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ყველა საჩივარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განიხილება პირდაპირ ეთერში
და საზოგადოება შეუძლია იხილოს თითოეული საქმის გარჩევა. ჩვენ მქონდა მსგავსი შემთხვევა, როდესაც ჩვენი კანდიდატი ჩახსნეს, ისე რომ ხარვეზე არ დაუდგენიათ, მოგვიწია ამასთან დაკავშირებით ბრძოლა. რა თქმა უნდა, სასამართლომ თავიდან უარი განაცხადა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იყო დანიშნული განხილვა, მაგრამ მოსამართლედ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ამ განხილვას არ დალოდებოდა და მანამდე მიიღო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, უარი გითხრა მოსამართლემ, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განხილვის პროცესისას ჩვენ დავამტკიცებთ ჩვენი სიმართლე და ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ მე ამაში მადლობა მინდა გადაუხადო, გამოიტანა ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, სწორად იმსჯელა და შესაბამისად ეს კანდიდატი აღვადგინეთ. ჯერ აღვადგინეთ მაჟორიტარ კანდიდატად, ქალბატონი ლალი გუნტური, წარმატებული ადვოკატი, დამსახურებული იურისტი და ახლახანს ჩატარდა აპელაციაში სასამართლო პროცესი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმა პირველი ინსტანციის დადგენილება და შესაბამისად მოგვეცა საშუალება, რომ პარტიული სიითაც დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ახლა ცილედი არის, რასაც ჩვენი არა, ჩვენ ისევ დაუბრუნდები და ესე. ახლა მაინც მინდა პატარა დასკვნა გავაკეთო იმისგან, რაც აი ახლა ჩვენ რამდენი წუთია, სულ რაღაც 25 წუთია საუბრობთ და საყვედურები, დარღვევები, ხელისუფლების დამოკიდებულება ამ დარღვევებზე, რაღაცას ხო არ ვარღვევთ ჩვენც. მოდი დაუბრუნდეთ პირველ წყაროს დებუტებს. ესე იგი მე რამიდა არა გასაკრიტიკებელ პონტი არა იქნებოდი მე მოყვება თემაში ახლა შიშარავა და მეშინია მეთქი რომ გითხრა ის პოტენციალურ ერთი რომ მიაგერა ერთი რომ მიაგერაო მომისმინეთ მაინც არავინ არ დაიჯერებს ჩემ შიშარობას ასე რომ ამით მე არ ვისარგებლებ უბრალოდ მინდა მაინც ჩარჩოში ვიყო და აი დღევანდელი დღის მოთხოვნილების შესაბამისად აი მე მინდა ახლა თქვენთან გადმოვიდე და თქვენ გთხოვოთ აი თქვენ ხართ მერობის კანდიდატი ახლა ჩვენ მაყურებელი გვიყურებს და ამ მაყურებლებისგან ვიღაცამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება რომ ეს კარგი ახალგაზრდა არის და მოდი მე ამას მივცემ ხმას აი რატომ უნდა მოგცეს ხმა შენ იმ ადამიანმა წარმოგვიდგინეთ თქვენი გამოცდილება და ის პარამეტრები რომელიც თქვენ მიგაჩნიათ რომ გაძლევთ უფლებას ფლობთ რა აი ამ პარამეტრებს აი ასეთ ცოდნას გაქვთ ასეთი გამოცდილება რომ თქვენ იქნებით წარმატებული მერი ქალაქის ეს ერთი და აქვე მინდა როდესაც აი ამ თქვენს შესაძლებლობებზე დაიწყებთ ლაპარაკს აი რა არ მოგწონთ ახლანდელი მერის რომელიც ასევე მერობის კანდიდატია იმიტომ რომ თუ ის კარგია მაშინ ნუ წესიერმა კაცმა უნდა მისცეს საშუალება იმას გააგრძელოს და არ უნდა შეუშალოს ხელი თქვენ კიდე უშლით ხელს გამოხველით და ამბობთ რომ არა ის არ და მე უნდა აი ეს ორი კითხვა ჩემგან აკეთ პირველი იმას ვიტყვი რომ 29 წლის ასაკში ვარ არც პატარა არც საკმაოდ დიდი არაო მაგრამ მე რა არავინ არ იბადები რამდენი წელი გზამდებით 29 წლის ვარ 29 კი ბატონო მუშაობდი ძალიან ბევრ ადგილას თელი და თბილისის მასშტაბით ძალიან ბევრი სამსახურო მაქვს მოვლილი სამართალზე ვსწავლობდი საკმაოდ დიდი წოდნაც მაქვს ამ მიმართულებით და ბოლო რამოდენიმე წელია აქტიურად ვარ ჩართული იმ საზოგადოებრივ პროტესტებში რაც სუფთა ეროვნულ და სუფთა ისახოს მიზნად იმას რომ ჩვენი ერის მხარეზე ვიყო და რა ვიღაცის აგენტურა ვიყო ჩვენივე ქვეყანაში ამაში ბატონი გიორგის დამეთახვა რამდენჯერმე ერთად გავართ აქციებზე COVID პანდემიის პერიოდში ეს ყველაზე დიდი აფიორა იყო თელი მსოფლიოს მასშტაბით. რაც არის ყველაზე მთავარი ის არის რომ მეტი შესაძლებლობა მჭირდება და მეტი ბერკეტი, იმიტომ რომ მოგდიორიოთ იმ შრომელი ადამიანების უკეთესი მომავლისათვის, რომელსაც ეს ქართული ოცნება თავისივე სათავშის ქართული ოცნება აუცნებებს. კალაძეზე ნამდვილად ვიტყვი რომ კარგი მერი არის.
მეც ძალიან მოწონს რა თქმა უნდა სკვერები, მაგრამ რა თქმა უნდა სკვერები თუ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დავდექით. რა თქმა უნდა სკვერები თუ ჩვენს ძვირფას პენსიონერებს წამლის შესაძლებლად პენსია არ ყოფნიდა 3-4 თვის პენსია წინასწარ გამოსათი. ამიტომაც ჩემი პროგრამაშიც მიწერია რეიბი სულს გავაკეთო და არ ვთქო საზოგადოებას ხარი დამიჭოს, იმიტომ რომ აი ბიჭი ვარ, მაღალი, ქართველი, სულთა ქართველი რაღაცაც ვთქვა რა თქმა უნდა, ერთად და მამითაც. მაგრამ არ ვიცი ხარ უნდა დამჭოთ იმის გამო თემური ვარ გოკერავაც, უბრალოდ იმის გამო რომ დამიჭოთ ხარ რომ ბოლო წლების განმავლობაში იმდენად აქტიური ვიყავი, იმიტომ რომ ფიქრობდი რომ იქ უნდა ყოფილიყავი და ყოველმა ჩვენთაგან გავაცნოდოთ ჩვენი წელი პასუხისმგებლობა, უფრო მეც მივახცევთ ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაც ფიქრობ რომ ეს ნაბიჯი გადავდგა მეტი დერიკეტებისთვის და მეტი შესაძლებლობისათვის. კი, მე ქალაქ თბილისის მერობაზე ვიყრი კენს და სულ მაქვს რა თქმა უნდა გამარჯვების. პირდაპირ ვიტყვი, საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილებაც რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან და ესეც იფიქრებ საზოგადოებით რომ მათ ხელში არის ძალაუფლება, ფინანსები, ტელევიზიები, ყველაფერი, მაგრამ თელი და სული და გულით მინდა გავაკეთო ჩემი მაქსიმალური და კი, თბილისის მერობაზე ვიყრი კენს, მაგრამ სადაც არ დავჭიდა ჩემს და ყოველ ჩემ თანამოქალაქეს ყველგან ვიტყვები ჩემი ერის მხარეს, უფლის სახელისადიდებლად და უსამართლობის წინააღმდეგ რაც მთავარი არის. ატო არ მომწონს ეს კალათი. ერთხელ ისა რომ არ შეიძლება შევარდის პერიოდში შევარდის გვერდში ყოფილიყო სააკაშვილის დროსაც სააკაშვილის პერიოდშიც 20 წლის დროსაც აგე მესამეჯერ უკვე ქალაქ თბილისის მერი უნდა ყოველ შემთხვევაში. და არ მინდა ძალიან კრიტიკულად გავამივიდეს, მაგრამ რაც დიპლომატიურად არ ვიცი ეს თქვა უბრალოდ არცერთ მომუშავე პერსონას არ ვაყენებ შეურაცხყოფს, მაგრამ პრომო ბიჭული არის ჩემი პირადი ასეთ. იქიდან გავამდინარე რომ ამდენი ხანი ვერ გაჩერდები ვერც ერთ ხელისუფლების პერიოდში თუ საკმაოდ დიდ ფინანსებთან ან ვიღაცისთან დაახლოებული არ ხარ. ვითომ ამ საქმეში არის და მე მაგარი გული მწყდება, იმიტომ რომ თუნდაც ერთი მხარკარო გარეთ არის და კიდევ უამრავი პრობლემები მომწონს, რა თქმა უნდა მომწონს ქალაქის განამაზება. ამაზე ცუდი როგორ შეიძლება გქონდეს ადამიანს, მაგრამ რა თქმა უნდა განამაზებოთ ქვეყანაში ადამიანის შიმშილით იხოცებიან, საკმარისი ანაზღაურება აქვს სამსახურებში. უამრავი პრობლემა არის. რა ამაზე ფართოდ ვისაუბროთ. გასაგებია. მადლობა. ბატონო გიორგი, იგივე კითხვა თქვენი გამოცდილება და რა გაქვთ თქვენ განსხვავებული რითაც თქვენ ფიქრობთ რომ ჯობი ხართ სხვებს? მე ერთ რამე შეგვი ახლა მე არ ვაპირებ მერობას. მე ვაპირებ ქალაქის თავობას. როდესაც ქალაქმა სტატუსად თავი არ ყავს ქალაქს, ამან უკვე სერიოზული პრობლემა გამოიწვია და აგერ კალაძე მერია. შეიძლება ცოტა ლირიკული ჩართვა გავაკეთო? ბატონო, შეიძლება მე როგორ წამყვანა ცოტა ლირიკული რომ ხალხი ცოტა ხასიათზე მოვიყვანო და თქვენს კარგად გამგაწყოთ. აი ამ ქალაქის თაობამ გამახსენა. ესე იგი 1884 წელს მე მგონი ეს წელი იყო ფოთის საკრებულომ თხოვა ნიკო ნიკოლაძეს ქალაქის თაობა. იმიტომ რომ ქალაქის თავი იქ გარდაიცვალა და საკრებულო იონა მეუნარგია იყო ქალაქის თავის ამხანაგი და მან შესთავაზა საკრებულოს მოდი ნიკოლაძე მოვიწვიოთ ქალაქის თავათო. გამოაგზავნეს წერილი, ამან უპასუხა მოვდივარ და დამხვდიდო, ერთ კვირაში ჩავიდა, დახვდნენ სენაკში, მატარებელი სენაკამდე მიდიოდა რკინიგზა და როდესაც ტრაპიდან ჩამოდის ნიკო ნიკოლაძე, იონა მეუნარგია როგორც დამხვედრი დელეგაციის ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს. მოგძანდით ბატონო ნიკო, მოგძანდით და გვითავეთ, თორემ უთავო თავების თაობამ ჩვენი თავები ლამის სულ გაათავოსო. კარგი კალამბურია. ესე იგი თქვენ აპირებთ თაობას, ჩვენი ქალაქის თაობას, რომ ჩვენი თავები არ გამოვთავდეს და არ გამოგვილაყოს.
აი ზუსტად მაგას ვაპირებ და პროგრამაც ჩვენი წარმოდგენილი არის რა თქმა უნდა ეროვნული აკადემიის მეცნიერების მიერ დამუშავებული რამოდენიმე საკითხს ახლა ვიფიქრე წავიკითხავთ მაგრამ მიჩნია ორი სიტყვით თქვა ერთ-ერთი რაც არის და უმთავრესი რაც უნდა განხორციელდეს ეს არის სახელმწიფო ბანკის შექმნა ქვეყანაში იმიტომ რომ დღეს რა პრობლემაც არის ჩვენ სახელმწიფოში სერიოზული პრობლემა არის ფაქტურად ყველაფერი ბანკის საკუთრებაში არის კერძო ბანკებში სახელმწიფო აღარაფერი აღარ არის და ჩვენი მოსახლეობა გახატაკებულია ამისათვის საჭირო არის აუცილებლად შეიქმნეს სახელმწიფო ბანკი რომელიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს აგეგონოთ ეროვნული ბანკი იყვეს ეს შეცდომაში შეყავთ საზოგადოება რომ ეროვნული ბანკი ხო არის ეს არ არის ბანკი ის არ წარმოადგენს ფაქტიურად ამისათვის საჭიროა სახელმწიფო ბანკის შექმნა და შესაბამისად მისი მმართველობით განხორციელდეს როგორც ზედამხედველობა კერძო ბანკებზე ასევე ქვეყანაში წარიმართოს აღმშენებლობა ასევე აუცილებელი არის სახელმწიფო დივიდენდების ფონდის შექმნა ჩვენ თითოეული ქართველი ვართ მესაკუთრე ამ ქვეყნის და ჩვენ ეს მესაკუთრეობა ჩამოგვართვეს ანუ სახელმწიფო ქონება თითოეული მიწის ნაგლეჯი თითოეული კენჭი არის ჩემი საკუთრება და მასში მათ მეცილი ანუ ის წარმოებები რაც არის სახელმწიფო წარმოებები რა მოგებასაც ღებულობს ჩვენ დავამუშავეთ პროგრამა ეს უნდა იყოს თითოეული ქართველის და არის სოფლიო გამოცდილება ალიასკაში არის მაგალითად მსგავსი კუვეითში არის შორსურალ წავიდეთ აგერ აზერბაიჯანშიც არის მსგავსი ფონდი უბრალოდ სხვადასხვა ეს ფონდები მოქმნილი არის თავისთავად იმ სახელმწიფოებზე ჩვენც რა თქმა უნდა საქართველოს შეუსაბამებთ ეს ამ ფონდის ჩამოყალიბება და შექმნა რაც თითოეული ქართველისთვის იქნება მნიშვნელოვანი იმიტომ რომ თითოეული ქართველი იგრძნობს თავს რომ ამ ქვეყნის მესაკუთრი არის ბოდიში წინამდე გარვა რასაც იცი ძალიან კაი რამე საუბრობ თბილისის მერობის პერკეტა მაგის შექმნა როგორ ხდება ახლა რა შეიძლება ეს არის კეთრით როგორ მოხდება თბილისის მერობიდან ეს არის საერთოდ ქვეყანაში ამის განხორციელება მაგრამ შეიქმნება თავიდან თბილისის მასშტაბით თბილისის სახელმწიფო ბანკი და შესაბამისად განხორციელდება ეს ყველაფერი. სხვათაშორის რაღაც ანალოგიური ახლა რახან ნიკოლაძე გავიხსენეთ და მაგის ეკონომიური პროგრამა თქვენ იცით საუკეთესო იყო და ეს ჩვენ სამწუხაროდ არ სარგებლოთ. მაგანაც იგივე გააკეთა მე ასე მგონია ფოთში, როდესაც ქვეყნის აშენება თუ გინდა და ქვეყანა ფეხზე გინდა დავაყენოთ, ეს უნდა გაკეთდეს. დღეს ახლა მოქმედი მერი რომელიც სახელმწიფო რესურს იყენებს და დადის წინ დაწოწიალობს ამდენი ბანერები გამოაკრა თუნდაც ეს მიანიშნებს იმაზე რომ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში სადაც უსახლკაროები 5000-ზე მეტი არის და მათ სახლებს ვერ უშენებენ ეს არის მისი მინუსი იმის გამო რომ მას შეეძლო ეს თანხა უბრალოდ გამოეყენები ახლა თუ გამოიყენებდა საარჩევნო პერიოდში ხო შეძლოს არჩევნების მერე გამოეყენებია და ეს თანხა დაეზოგა ის არ არის იაფასიანი ბანერი იქ რო არის გამოკრული მე ასევე ეცნო ფასები რო გამოკრული კედი რამოდენიმე ასეულია დააშნია რომელ ადგილზე გამოაკრავ მე ასევე ხაზგაუსვავდი რომ ამ ხნის განმავლობაში ქართული ოცნება ხელისუფლებაში არის არა მარტო კალაძე მის მანამდეც იყვნენ სხვა მერები ამ ხელისუფლების მაგრამ ბიჭო ელემენტარული არის თბილისში არის უბნები სადაც კანალიზაცია არ არის კანალიზაცია არ არის ორმოები არის და მშობელს ბავშვის სკოლაში გაშვების ეშინია რომ იმ ორმოში არ ჩავარდეს და იყო შემთხვევა როდესაც იქ გარეუბანი არის და საქონელში ჩავარდა იმაში და იხჩობოდა ძლივს გადაარჩინეს ბატონო ბათუმში ბავშვები ორი ბავშვი ჩავარდა ხო გახსოვთ ბატონო თბილისზე ვსაუბრობ დედაქალაქზე ვსაუბრობ ეს არის სამართლო ორმოებია ჭიშკრის წინ იმიტომ რომ ის გამწმენდი მანქანა რომ მივიდეს ერთი უსაშველო ძვირი უждდებათ იმის გაწმენდა და თქვენ წარმოიდგინეთ ციმბირში არ არის რუსეთის მიხრულებულ ციმბირს რომ დავცინით იქ არ არის მსგავსი მდგომარეობა თბილისში რო არის
ეს ძაღლები ძაღლებარო შეჭამეს და ძაღლების ეს ცალკე საკითხია, ეს მოსაგვარებელი არის. პარკებიც ახლა რაც არის გაკეთებული, მე ახლა პირადად ძაღლი მყავს და მიწევს ბზიურში. ძალიან კარგია რომ გააკეთდა, მაგრამ ბიჭო, თუ გააკეთე ხარისხიანი ტესტები, რომ დაგე მარტო დარგვაკი არ არის. და აღმოჩნდა რომ ხეს რო გავენ იმ პარკსაც კი არ აცლიან გადაადგილების დროს რო ჭირდება. პარკიან და გავენ და გახმა ეს ხეები. და ვინმე არ მიეწოდა წალი ელემენტარული არ გამithorda და ამას კიდევ ვინჩივის დაგეს ისეთი სცენარეები ოლიანდრებზია საუბარი თელი თბილისი გავსებულია მომწამლავი სცენარი არის ხალხო საწამლავია თავიდან ბოლომდე თესვი ღერო და თურქეთიდან ჩამოვიდა ბათუმის სავსეა ტოტი რომელშა და დაარჩო ხარობს ის სცენარი და ბათუმში და დასავლეთ საქართველოში ქვეყნის არის თბილისის ქვეყნის არის და შემოვიდა თურქეთიდან რატო ჩამოგვა კი თუ კორუფციას არ აქვს ადგილი და ამიტომ არ მომწონს ეს რა კალაძესთან კი არ მაქვს მე უშუალოდ კალაძე ტიპი არ მომწონს ისი ქმედებები არ მომწონს და ქალაქში ამდენი სახლები რო აშენდა მარტივად გეტყვით საკანალიზაციო სისტემა და წყალმომარაგების სისტემა რო იყო გათვლილი 10 საცხოვრებელ სახლზე და 200 ჩადგეს და არ ვითარდება ეს მიმართულება და კაც მეუღდება ტრამვაი გაკეთება ჯერ რატო გაახუჩეს და რატო მოთხარეს მაგრამ დღეს ახლა პრიორიტეტი ჩემთვის არის ზუსტად ბოდიშტა კანალიზაცია და წყალმომარაგება თბილისში რაიონებია წყალი ზაფხულში აგვისტოში თქვენ წარმოიდგინეთ წყალი არ მიეწოდებოდა აგერ გიგანში მაგალითად ნახევრად უდაბნო არის წყალი არ მიეწოდებოდა ბავშვები ერთი მხრივ კარგი იყო ეკლესიაში მიდიოდნენ და ნაკურთხ წყალს სვავდნენ მაგრამ ხალხო სამართლინო არის ელემენტარულად ეს ადამიანები ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა მოგვაყენო და ამიტომ ვებძვი ჩვენ და ამიტომ არ გვინდა თუ არა ის ცუდი ბიჭია და ჩვენიერია რომ შეხედავ იფიქრებ კაცი არისო მაგრამ მისი საქმიდან გამომდინარე მე ვერ დავარქმევ იმას რომ თბილისი უყვარს და საქართველო უყვარს ისეთი არის მტრები გააკეთეს თბილისში და ისტორიული სახე შეუცვალეს თბილისს და დაანგრიეს თუ სამე ისტორიული ძეგლი იყო და ააშენეს თანამედროვე სახლები ამას ვებძვი ჩვენ და ამიტომ მოვდივართ და ამიტომ ვიდა რომ შევცვალოთ თუ არა აი კორუფციაზე თქვა რა შენებობაში ვარ კორუფცია ეს საშინელი გიგანტური კორუფცია ხმა დარბაზიდან აბა ხმამაღლა გითხარით სტუმარო აი კორუფცია შენებობაში ვარ კორუფცია ხარ თბილისში და სხვა ქალაქებში წარიგვი რომ მე ვარ მაგალითად მე პატრიცა მარგვერიდება და მიგერაც კორუფცია გაზანთემო აბა უპასუხეთ ჯერ გაიმეორეთ მისი კითხვა რომ ხალხმა გაიგოს კორუფციაზე დაკავშირებით ისაუბრეთ კორუფციაზე მაშინ მე ერთი მას ჩათვლას გავაკეთებ სანამ შემოგცემდე ესე იგი ჩვენ მეცნიერთა კონგრესმა ბატონ გიორგი გვიცნობს ჩვენ კარგად დავამუშავეთ დოკუმენტი რომელსაც ქვია ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა სულ 12 პუნქტისაგან შედგება ის მაგის ტექსტი აგერ მაქვს ამას მე მოგცემთ მე კი არა ახლაც მოგცემთ აი აგერ არის 12 პუნქტი და იქ ერთ-ერთ პუნქტად ჩვენ გვიწერია რომ კორუფცია, ნეპოტიზმი და ახლა დავამატეთ აი ეს საარჩევნო თაღლითობები გამოცხადეს სამშობლოს ღალატად. ჩვენ მეცნიერები დარწმუნებული ვართ რომ დღეს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი უბედურება არის აი ეს ხარბი ხალხის ტოლვა ხელისუფლებისაკენ მაგრამ ჩვენ ასევე როდესაც ვცდილობთ რაღაც სისტემური ცვლილებების დანერგვას იმისათვის რომ წესრიგი დამყარდეს ქვეყნის მმართველობაში ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება აი ასეთი კანონის შემოტანა რომ ეს გოლდა მეიერის წინადადება თავის დროზე მაგას აქვს ეს ნათქვამი და სწორიც არის იმიტომ რომ არაფერი ისე არ ანგრევს ქვეყანას როგორც კორუფცია და ნეპოტიზმი
კორუფცია და ნეპოტიზმი გზას უღებავს ღირსეულ ადამიანებს, ჭკვიანებს, უფრო მომზადებულებს ხელისუფლებისაკენ. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ერთ სავალალო ფაქტს უნდა გაუჩვა ხაზი, რომ ჩვენ ეს დოკუმენტი გავგზავნეთ ყველას, მათ შორის კალაძეს, მათ შორის კობახიძეს და მე შეხვედრაც ჰქონდა მაგათთან და უთხარი ეს ხო არავის არ გვინახი, როგორ არ გინახიათ 200 წელი მოგიტანეთ მე თვითონ მეთქი თქვენთან და და ისევ მივეცი და არავ არ გვინახია. მაპატით ხალხი გვისმენს და რომ კარგად მოგვისმინოს და გაიგოს თვითონ უნდა ვილაპარაკოთ ეს თორე გამოგვია სხვა ტელევიზიაში როა ისე და არაფერი არის მის უბედურება ის არის რომ არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩვენ ხარი ამაშიც არ დაგვიჭირა. აი თქვენი პარტიებით როგორი დამოკიდებულება გაქვთ აი ამ პუნქტის მიმართ ნეპოტიზმი და კორუფცია და საარჩევნო თაღლათება გამოცხადეს სამშობლოს ღალატად. მე გაცნობილი ვარ უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში ჯერ უნდა დავაკონკრეტოთ სამშობლოს ღალატი არის ამოღებული საერთოდ. ეს ავტომატურად იგულისხმება ის აღდგენაც. ეს უნდა გასაგო მე ვეთანხმები დოქტრინას ნამდვილად ცხინვალით შედგენილი არის მაგაში 100% გვერდში გიდგავართ. უბრალოდ ეს ყველაფერი არის ერთად დგომით და ერთად განსახორციელებელი. მე აგერ ერთ რამეს ვიტყვი საზოგადოებაში მე დარწმუნებული ვარ პენსიონერები ძალიან ბევრი გვისმენენ. საარსებო მინიმუმი ჩვენს ქვეყანაში აი უბრალოდ 270 ლარია. არა ეს რაც არის რეალური საარსებო მინიმუმი რამდენი არის? ჩვენ გამოვითვალეთ წელიწად ნახევრის წინ და მაშინ იყო 1200. 1600 ლარი არის 1600 ლარი არის საარსებო მინიმუმი ერთ ადამიანს. საერთაშორისო კანონს გეტყვით. საერთაშორისო განათლებულ ქვეყნებში მიღებულია საარსებო მინიმუმმა უნდა მომცეს საშუალება ვიყიდო 1 ტონა საწვავი, ბენზინი, ნავთი, სალარი რო ქვია, ესე იგი 3000. პულის ფული არ აქვს. ნახეთ რა არის. აი, რამდენ ხანში შეიძლება პენსიონერს მიეცეს 1600 ლარი პენსია? აი, უბრალოდ საარსებო მინიმუმი რამდენ ხანში შეიძლება აი დღევანდელი მოცემულობით საქართველოში პენსიონერს მიეცეს ეს თანხა? აი, უბრალოდ და ფიქრობს ამაზე რომელიმე ხელისუფლება. არა ისინი რაც ფიქრობენ არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ზუსტად ეს იმას ვქენით რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის თანავე ეგრევე შეიძლება მაგის განხორციელება და ახლა გეტყვით მარტივად. თქვენ პირდებით თბილისელებს პირდებით რომ ამას გააკეთებთ. თბილისის მასშტაბით დავიწყებთ ამაზე მუშაობას. თბილისელებს მოვპირდები რომ ამაზე მუშაობას დავიწყებთ, მაგრამ აქ არის საკანონმდებლო ცვლილებები, განსახორციელებელი და პარლამენტის საკითხი არის, მაგრამ მე გეტყვით, რა არის გასაკეთებელი. ჩვენთან შექმნილი არის დაგროვებითი საპენსიო ფონდი. ყველას მოგეხსენებათ 5 და 6 მილიარდს გადასცა ეს ამ ფონდის შენატანი, მაგრამ ეს ფონდი არ გამოიყენება რეალურად ჩვენ ქვეყანაში. ფაქტურად ეს ჩვენი დაგროვებული საპენსიო ფონდი წავიდა უცხო ქვეყნის ეკონომიკაში. ეიფლის აქციები იყიდეს, ეიფლის აქციონერი ბატონი ბიძინა გახლავთ, ამერიკის კომპანიებში იქ და მოსახლეობას პირდებიან რომ აი თქვენ შეიძლება მოიგოთ. ვერაფერსაც ვერ მოიგებთ, ჩემო კარგო, ხარო გაყოდეს ის კომპანია დარჩებით ხახამშრალი. მაგრამ თუ ჩვენ ამ საპენსიო ფონდს პირდაპირ მივცემთ პენსიონერებს და პრინციპი იქნება შვილმა უნდა არჩინოს მამა, ეს ჩვენი შინაგანი დამოკიდებულება არის. როდესაც ადამიანი მუშაობს, იმას ხელფასიდან ეჭრება საპენსიო ფონდისთვის, რომელიც პირდაპირ მიდის და პენსიონერს ეძლევა. ამ შემთხვევაში მეც კმაყოფილი ვარ, ვიცი რომ მამა ჩემს მიეცემა ეს და ვიცი რომ მამა ჩემი კმაყოფილი იქნება ამით. მამა ჩემიც კმაყოფილი იქნება და იმ პენსიას სად დახარჯავს? სხვა წავა ამერიკაში, ის დახარჯავს შიდა ეკონომიკაში
მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდება, შემწყიდველობით უნარი 800,000 კაცს რომ გაეზრდება თავისთავად, მოხდება ეკონომიკაში წინსვლა. განარიცია ბატონო გიორგი არა, გოიცია მე იმას გეუბნებით რომ ეს დღესვე შეიძლება გაკეთდეს, დღესვე შეიძლება მოხდეს ეს და პირდაპირ მოხდეს ამის დაანგარიშება და გადანაწილება. ასევე ჩვენ გვახსოვს თქვენ მოსწრებულ ხართ ახლა ჩვენი ახალგაზრდა მეგობარი შეიძლება არ მოესწრო კომუნისტურ პერიოდს. ცეკავშირი არსებობდა ასეთი კოოპერატივების გაერთიანება და ჰქონდა თბილისში მაღაზიები. რაიონებიდან შემოქონდა პროდუქცია და შედარებით იაფაში იყიდებოდა და მთელი მოსახლეობა კმაყოფილი იყო. ჩვენ პირდებით მოსახლეობას ხელშეკრულებებს გავაფორმებთ რაიონებში, შევქმნით თბილისში საჭირო არის 170 მაღაზია ყველა რაიონისთვის, შემოვიდათ იმ პროდუქციას პირდაპირ შესყიდვით, მცირედი დანამატით გავყიდით აქ, მონაგები რა თქმა უნდა ისევ და ისევ სოციალურ საკითხებს მოხმარდება და ამის განვითარებას 5,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიძლება, იმიტომ რომ მაღაზიაში საჭირო არის ამ ხალხის დასაქმება და დღეს კახეთში გლეხი რო ატამს გვერყიდის და ულპება და თბილისში 6 ლარიდის სამარცხვინო არის ეს. სამარცხვინო არის და ეს თბილისის მერიას თავისუფლად შეეძლო ეგვარებია და აქ რო სპეციალურად პრობლემები შეუქმნეს გლეხებს რომ შემოეტანათ პროდუქცია და გაეყიდათ. ახლა თბილისობას აწყობენ. თბილისობა იმიტომ გვიხაროდა რომ გლეხი როდესაც მოიწევდა სოფელში პროდუქციას მოქონდა თბილისში და იაფად თვითონ ყიდა იაფად ჩამოქონდა და ესენი აქ სავაჭრო ცენტრები გახსნეს 10 მაგი ფასი დაადეს პირიქით ახლა დღესასწაული და უფრო მეტად გააძვირეს. ეს არის სამარცხვინო კიდევ მეორე და ამიტომ არ მინდა მე კალაზე და ქართული ოცნება მოვიდეს ხელისუფლებაში და არც ის ბანკირების პარტია მინდა მოვიდეს და ის მამაზაღლები რომლებიც დღეს კი არა თელოსოფიები არის თითქმის საუკუნე გადის უკვე თქვენ ალბათ გახსოვთ ჩვენ მეცნიერთა კონგრესმა აი ამ თემას დიდი ყურადღება მიაქცია და თავს ვყიდით აქ 2 წლის წინ მოქონდა და თავს ვყიდით 15 ლარად კილოგრამს არსად არ იყო ეს არსად არ იყო 15 ლარად კილოგრამს და დღესაც გვირეკავენ ზოგიერთი და უამრავი პროექტები ქონდა ასეთი აი ხილის მოტანაზე იგივე მაგრამ ეს ნახეთ რა არის ეს სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს სახელმწიფო უნდა მიიღოს ახლა ცალკეულმა პარტიებმა ეს რომ განახორციელოს შეუძლებელია მაგრამ სახელმწიფო დონეზე გაკეთდა რომ აი ის ცენტრები და ის დიდი მარკეტები იმათი მფლობელები სულ ყველა პარლამენტში ზის და ამიტომ არიან ისინი მილიონერები არის ისეთი შემომტანები, ისეთი არიან წარმოებლები, ისეთი არიან შემომტანები. როგორც ფარმაცევტიკაში მოხდა რომ ქართული ფარმაცევტული წარმოებლები ფაქტურად გაანადგურეს და შემომტანებს მიცეს. გასაგებია. ეს არის მათი, იმიტომ რომ იმით აკეთებენ ფულს და ჩვენ აი ამას შევზღუდავთ ზუსტად და ქართულ წარმოებას, ქართველი ადამიანის კიდევ თავარი და მე პირდაპირ ვიტყვი ჩემი მერად გახდომის შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება უფასო. უფასო იქნება სრულად. ჯერ ერთი თქვენ არცეთი არ დაკვირვები ხართ იმ აპარატები რო დგას. ვისი აპარატი დგას იქ? აი ფულს რო იხდი, ვისი აპარატით იხდით? საბანკო აპარატები. საბანკო აპარატები. კიდევ არა მეტრომანზე არ არის საუბარი თვითონ აპარატი საქართველოს ბანკის აპარატები დგას ლარიდან რამდენი მიდის საქართველოს ბანკს მომსახურებისთვის ხო რაღაც პროცენტი მიდის რაღაც პროცენტი არა ნახევარი მიდის როგორ ეგრე ვერ ვიცი ნახევარი მიდის პროცენტობითაა დაანგარიშება და აქედან გამომდინარე მე რეში ნახევარი მაგის დიდდება ბანკი კი ბატონო ბანკს რა მიდრებ მეორე საკითხი სახელმწიფო ბანკზე დავიწყეთ საუბარი. მერიაში საბუთის გამოსატანად 50 თეთრი მომთხოვეს. მიდიო ბანკში გადაიხადეო. მივედი იქ ბანკში და 5 ლარი მომთხოვა. მომსახურების 5 ლარი მომთხოვა 50 თეთრიან დოკუმენტზე. ეს კორუფცია აბა რა არის? თბილისი ბანკი არის მერიაში და ნახეთ თუ ასე არა საქართველოს ბანკშიც იგივე არის. ზიან. პლუს ამას
ის ქალბატონები რომ დადიან, კონდუქტორები არიან თუ რაღაცა და მოსახლეობას შეურაცხყოფას რო აყენებენ და ლანძღავენ და თანხავენ. ამას მოგაცილებ თბილისელებმა. ამას მოგაცილებ და პირდებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტროც, მარშრუტკაც და ავტობუსიც იქნება უფასო და საბაგირო გზაც. ფუნიკული ორზე ასასვლელად რატომ უნდა ჯდებოდეს, კაცო? ფუნიკული ორზე ვერ ავსვლებ 30 ლარი და 20 ლარი. ამიხსენ ხალხები რომელ ნორმებში ჯდება და ჯერ ერთი ის ფუნიკული ორი რო გადაუფორმეს კერძო მესაკუთრეებს. ხა, ვინმე კი შეიძლება, კიდევ მეორე ჩვენისთანა ხალხი უნდა მოვიდეს და ჩვენ მოვდივართ გუნდი, იურისტების გუნდი. სამართლებრივად გავასწორებთ ამას. მე უფასოს ვერაფერს აბა ახალგაზრდა მერობის კანდიდატო თქვენ რას არაფერი არ არის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ბიუჯეტის შევსება ბიუჯეტი რამდენი გაქვს თბილისის მერიაში 2025-მდე იქნება 2 მილიარდ 400.000 არის თუ ავსწრები ახლა და 2 მილიარდ 400.000 ბიუჯეტი რეალში ისე რომ ხო სახელმწიფო უნდა მართოთ რა უბრალოდ მე ლოგიკაში ვერ მოგონი ყველაფერი უფასო შეიძლება გახდეს საზღვაო ტრანსპორტი იმიტომ იქ დანახარჯე ბევრი რაღაც ის არის და პლუს რამდენია დანახარჯი ყველა ავტობუსი ვერავე დავთვრით ეხა გაათიცი დავთვალეთ ყველა ავტობუსი დავთვალეთ და შესაბამისად თუ ლარი ყოფნიდა იმას 50 თეთრი მიაქვს ბანკს 30 თეთრი მიაქვს კონდუქტორს რომელიც დამზადებს ჯოხით 20 თეთრი რჩება მე სხვათა ვიწევ პატექსა ხო და აქედან გამომდინარე დანახარჯეს გულში ფინაშო საწვავს ურის ხო ხელფასებს ურის ამაში ძალიან დიდი ხერხი მე უბრალოდ ვერ გავუცემთ მაგ დაპირებას მაგრამ მე ჩემი შემდეგი სისტემა ყველაფერთან მიმართებაში კი ბატონო თქვენი ისა რამდენი გავაკეთე შეიძლება მოძლებთ რა თქმა უნდა პირველი ის არის რომ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ და ბოლოს მანძილზე სიგნალურ შობადობას გადაასწრო მით უმეტეს ჩვენი ერი ციცლება და ასე ვთქვათ მომავალი თაობა გაედინება და ქართულების ჩანაც რომ მიმდინარეობს ამიტომ ვფიქრობ რომ პირველში ქართულებთან მიმართებაში უნდა მოხდეს შობადობის წახალისება და აუცილებელია შობადობის წახალისება მოხდეს არა მარტო ერთწლიანი მინიმუმ ერთწლიანი კვებითი დახმარება იყოს სამედიცინო და ასევე ფინანსური დახმარება ამავე დროს მე სრულიც კი გამაჩნია რომ მრავალშვილიან ოჯახებს ბინებიც კი გადაუცეთ თუ ამის შესაძლებლობას უკვე მოგვცემს იმიტომ რომ ვაპირებთ სხვადასხვა პროექტებს სადაც მშენებლობები დაიწყება პირველი ის არის რომ ეს შობადობა რომელიც ახალგაზრდა საქართველოს სასწრაფოდ და ამავე დროს უშვილო წყვილები მოგეცემთ ძალიან ბევრი ყავს კოვიდი პანდემიის სულ პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო მეტი სამწუხაროდ ვეღარ იყო ჩვილი ძალიან ბევრი დაავიწყეს და ამ ადამიანებზე უფასო კურნალობა მინდა 100%-იან რომ ჩემი პირადისურვება მე მრავალშვილიანი ოჯახიდან ავალ და ჩემი პირადისურვება ყველა ოჯახში იყოს ძალიან ბევრი მომავალ თაობის წარმომადგენელი იმიტომ რომ გჭირდება პატარაერი ვარ და დღითიდღე ჩვენი ერთი განადგურების პირას არის. მეორე საკითხი არის რომ აი ახაც კი მიწერია რომ პენსიონერები რა რომელთა რაოდენობის 800.000 პენსიონერი ყავს ხო? მე ვერ შეგვიდებით როგორც თბილისის მერი პენსიების ზრდას. იმიტომ ის იქნება სრულ დაპირებულად თბილისის მერს არ შეუძლია პენსიების გაზრდა. მაგრამ მე შემიძლია აი როგორც ბატონო გიორგი ვახსენა ბანკის დაქვემდებარება თბილისის მერის მასშტაბებზე ასე რომ თბილისის მასშტაბით მე შემიძლია თბილისის მერის საფუძველზე ისე დაქვემდებარებაში შექმნა საფთიაქო ქსელი. თუ პირობითად ერთლარად ვყიდულობთ წამარს სხვა ქვეყანაში აქაც შემიძლია ერთლარად რომ გაიგოს. ამის ჩამოტანაც და სხვა ხარჯების თბილისის მერია უნდა უზრუნველყოს რის შესაძლებლობაც გვაქვს და დასაწყრობა და გამოდის 100%-ით 800.000 პენსიონერი მე ბევრი მინახია ჩემს საქმეში და 2-3 პენსიას ვიღებდნენ წამაზე იმითი ყიდულობა შეიძლება ჩიევრი ყრესა და მე სამწუხაროდ ძალიან ბევრი ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან კარგი იქნება თუ საფთიაქო ქსელი შეიქმნება პენსიონერებისთვის სადაც შეძლებენ ყოველგვარი მოგების გარეშე წარმოების გაგებას ანუ მაქსიმალურად უნდა დაუდგეთ ჩვენს თაობებს გვერდში მაგრამ უნდა დავაფასოთ ჩვენი უფროსი თაობა და შევქმნათ ის პირობები რომ წამარში ვაფრთხილდ გვერდში გამონა იგზნოს სახელმწიფოდან რა ამავდროულად აი ახაც კი მიწერია აი აზე ოპერებს შენობა ზუსტადაც რა ძალიან ბევრი შენობა ნაგებობი ინგრევა რა თბილისი და საქართველოს მასშტაბით ასე ვიანგარიშოთ რაც სტატისტიკებში ნახეთ 1500 მეტ ოჯახს თბილისის მერია ყოველწლიურად უხდის ბიზნეს ქირას 6 მილიონ ლარზე მეტს გარდა იმისა რომ
მე ჩემპიონი ქირას იხდის? ფინის ქირას უხდის. აი დანგრეული შენობები რაც არის ან დროებით გადაგავთ ხო შენობებიდან ქირას უფინანსებს ფინის მერი 1500 მეტ ოჯახს წელიწადში 6 მილიონ ლარზე მეც ეს ზოგი ხან ბევრია ხან ცოტა ძირითადი სტატისტიკა 6 მილიონი ლარი ფიქსირდება. ზუსტად ეს არის რომ პირველ ეტაპზე ხა მართლა გამიჭირდება თან ფინის ქირის გადახდა სამხარბის და თამშეროს მაგრამ ვფიქრობ ინიციატივა აქვს ესეთი რომ ფინის ქირაში რა ფულიც უნდა გაიხარჯოს ეს არის ჩემს არასახელმწიფოებით გახარჯული ფული. მინდა რომ საერთო საცხოვრებლების მშენებლობა დავიწყო რუსთავის მიმართულებით თბილისის ზღვის მიმართულებით რომ ქალაქი თან გამიგანიერდეს იმიტომ რომ ტრანსპორტებმაც შეძლონ ტრანსპორტიც რომ განიტვირთოს მოძრაობა იმიტომ ძალიან დიდი საცობებია და ეგ საშუალებას მოგცემს რომ მოძრაობას ვიფიქროთ მაგრამ თავარი რაც არის ხანი ამაში რა ეს 6 მილიონი ამიტომ შენობას დავიწყოთ Tagad 1500 ოჯახისა, ხო, მე სულ მაქვს რომ არც ერთი უსახკარო არ ყოლოს ქვეყანაში. და სულ შესაძლებელია ჩემი პირადი აზრით, თუ ამის მშენებლობა დავიწყეთ, უსახკაროებისთვისაც გამოყოთ იქ ფართები. ამავდროულად, სულ უკვე კი მაქვს, იცით, როგორც twitch-იდან განცხადებაში, რა უშუალოებსაც დავიწყოთ, მაგრამ ეს 6 მილიონი საწაო პირველ ეტაპზე რა. კერძო ხელშეკრულების საფუძველზე, ბატონ გიორგის კაი გეგმა ქონდა. რომ გახსნილიყო მაღაზიები ქალაქში სხვადასხვა სოფლიდან ჩამოტანილი პროდუქციის, ხო, სწორად? კი ბატონო. ხო. აი ეს არის ზუსტად რომ ეს 6 მილიონი მინდა რომ სოფლში წავიდეს კერძო ხელშეკრულების საფუძველზე მაგალითად ჩვენივე თანამოქალაქისთან რომელიმე სოფელში შეუძლია პირობითად 100,000-ის კარტოფილი მოიყვანოს ამ ხელშეკრულებას დავუდგებთ, გადავწოთ ამ თანხას, დავიხოთ მოსავალს მოყვანაში და ეს უკვე შეგვაქვს სკოლებში. იმიტომ რომ აი აქაც კი წერია რომ სკოლებში კვებაზე აი უნიშნულოვანია ხომ პირადად სკოლაში ზოგადად ჩემი დაძმების უსწავლობენ ძალიან ბევრი ბავშვი ვისაც არ აქვს შესაძლებლობა მის ოჯახებს რომ სკოლაში კონდეთ კვება რა და უფასო კვება ჩვენი ქვეყნის მომავალთაობის უნიშნულოვანს თან ეს რაც თავი ნატურალური უნდა იყოს ჩვენ სოფლებში ნაწარმოები რომ ამ ერთი თემით აი თუნდაც აი 6 მილიონის დაზოგი საერთო საცხოვრებლები გვექნება ამავდროულად სოფლის მეურნეობას აღორძინებთ და სოფლის მეურნეობის აღორძინება პირდაპირ ქვეყნის და დედაქალაქის სიძლიერეს იმდროდეს უწევს ხელს გასაგებია ბავშვები სკოლაში მე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ აი ძალიან ბევრი ძალიან მაღალი და დიდი და VIP კლასის სასტუმრის შენობები რო შენდება და ფაქტიურად ხედავთ რომ მას მხოლოდ და მხოლოდ უცხოელები ყიდულობენ და ეს რომ ჩვენს დემოგრაფიას ესე იგი გვიფუჭებს და რაღაც ძალიან დიდი უარყოფითი მოვლენები რომ ამის მოგვარებას როგორ ფიქრობთ? გულწრფელად გეტყვით და ფიქრობ თუ არა რომ ეს მოსაგვარებელია და რომ ეს სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი? ძალიან მარტივია ეს სხვადასხვა შეიძლება კითხო მეტამის. კი ბატონო. ეგეთ პოტენციალურ პერიოდში რა თქმა უნდა მოსაგვარებელი ეგ საკითხიც რა და ფაქტია ესეც რომ დიდ რომშიც მაგალითად არაბები კიდევ არაბებსაც ჩემი რადიოაქტომის შემთხვევაში პირდაპირ ვიტყვი აღვერიდები არც ერთ ბიზნეს კომპანიას და ასე და ასე შემდეგ არ მჭირდება მაგალითად აქ ინვესტიცია, იმიტომ ინვესტიციებმა თუნდაც კალკულაციად ქვეყანაში რა ქნა, არც ვერც ტურიზმზე ვერ ვიქნებით დამოკიდებულები რა და ჩემი რადიოაქტომის შემთხვევაში ქალაქის ცენტრში არანაირი შემოვა არ დაიწყება სამომავლოდ ყოველ შემთხვევაში არსებულთა მიმართებაში აი ბატონი გიორგის გუნდიც იმედია დამეხმარება და არაერთი იურისტი ყავთ მათაზა ჩემ ხალხსაც და რაც უკვე შედება იმასაც რაღაცას ვიზავთ მაგრამ როგორც ასეთ ახალი ნებართვები არ გაიცემ მე ვფიქრობ რომ იქ ქალაქი რომ განითვირთოს და რუსთავის მიმართულებით ზღვის მიმართულებით კიდევ ბევრ ხალხს განვითარდეს და იქაც დარბაზიდან არის კითხვა დარბაზიდან და ბრძანეთ თუ შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით ვიტყვი და დარბაზი მე მგონი გავთავაზოთ მოისმის რაც შეეხება 700-ზე მეტ უცხოურ კომპანიას აქვს ნებართვა აღებული და თუ ისინი ააშენებენ იმ ნებართვით უკვე 700-ზე მეტ უცხოურ კომპანიას, სამშენებლო კომპანიას. ბათუმი არის ძირითადად აღებული და ბათუმი არის თბილისზე არის საუბარი, თბილისში უნდა ააშენდეს, მარტო თითო სახლი რო ააშენოს 700-მა კომპანიამ, თბილისში ქართველების ადგილი არ იქნება. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ვიმუშავებთ იმაზე, რომ ეს ნებართვები გაუქმდეს. რაც შეეხება უკვე აშენებულთან მიმართებაში ჩვენ ხაზი გავუსვით რომ უსახკაროები ყავს ძალიან ბევრი და რა თქმა უნდა მოხდება შემოწმება თუ სამართლებრივად სწორად არის აშენებული რა თქმა უნდა იმათ არ შევეხებით მაგრამ თუ იქ დარღვევები იქნება ჩამოვარდოთ მათ კომპენსაციას ჩამოვართმევთ და შევასახლებთ ამ უსახკაროებს ეს ძალიან მარტივი განსახორციელებელი არის
უბრალოდ მშენებლობები თბილისში უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ არ აღდგება და არ მოხდება რეაბილიტაცია საკანალიზაციო სისტემების, არ მოხდება რეაბილიტაცია წყლის სისტემების, თქვენ წარმოიდგინეთ, კანალიზაციები გაშვებული არის სანიავრე წყლების გამტარებაში და მთელი თბილისი ხარს, აგერ დიდუბეშიც რო ჩახვიდეთ და ავტობუსის გაჩერებასთან დადგეთ ხარს, იქაურობა კანალიზაციის სურნი ამოდის, სპორტის სასახლის წინ გაჩერებაზე გადასასვლელთან ხარს იქაურობა, იმიტომ რომ კორპუსი ააშენეს, კანალიზაცია საწაეყოთ არ იცოდეს, შეაერთეს იქ დოლიძეზე ააშენეს კორპუსი, მდინარე მიწისქვეშა წყალმა ამოხედგა და გაუშვეს კანალიზაციაში და ახლა დიდი ბოდიშით, მაგრამ არ მინდა რა ამ ბოდიშთა ქაქებში ჯდომა რა, მე მინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება და ლონდონი რო გამვითარდა, პარიჟი რო გამვითარდა, ბერლინი რო გამვითარდა, ჯერ კანალიზაცია გააკეთეს იქ და იმის შემდეგ გამვითარდა, თუ არა იყო მთელი უბედურებები და შავი ჭირი და ოხრობები და ახლა ეს კოვიდი გაივარჯიშეს ამათმა და მე რას დავუკეთებენ, კაცმა არ იცის. ამიტომ ეს საკითხებია მოსაგვარებელი, რაც შეეხება დემოგრაფიულ საკითხს. ჩვენთან დაოჯახების პრობლემა იმიტომ არის, რომ ეკონომიკური პრობლემებია ძირითადად და ოჯახის შექმნას ეს უქმნის. ახლა ახალ დაქორწინებულს უნდა ახალ საცხოვრებელში გადასვლა და მე ჩემი მერობის შემთხვევაში შემოვიღებ საცხოვრებელ ფონდს, რომელიც მოხმარდება ზუსტად იმას, რომ ახლა დაქორწინებულებს გადაეცემა უსასყიდლოდ, ასევე ჩვენ უპროცენტო სესხზე ვიმუშავებთ, რომ მერიამ დააფინანსოს ეს და უპროცენტო სესხი მიეცეთ ბინების შესყიდვასთან დაკავშირებით ახლა დაქორწინებულებს, ასევე თუ მათ შვილი გაუჩნდებათ, რა თქმა უნდა, წახალისებული იქნება და ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას იმისათვის, რომ ოჯახს სჭირდება რჩენა და ოჯახის უფროსმა და ოჯახის წევრებმა უნდა იმუშაონ იმისათვის, რომ შემოსავალი ქონდეს და ჩვენ ეს პრობლემები არ მოვხსენით, ეს დემოგრაფიული საკითხი მოგვარდება და დღეს ჩვენი მოსახლეობა გარბის ქვეყნით და ჩემ გარშემო უკვე 30 კაცი წავიდა საზღვარგარეთ და ისინი უკან არ ბრუნდებიან იმის გამო, რომ აქ გაუსაზრისი მდგომარეობა არის ამ მხრივ. დემოგრაფიული პრობლემა ზუსტად აქედან წარმოიშობა და მე ამ სიცარიელეს ავსებს ის უცხოელები, ინდუსები და ესენი რომ შემოდიან, მუშებად შემოყავთ. მაგალითად, მერიის როდესაც გრანტები გასცეს მერიაში, კომპანიებმა შემოიყვანეს ინდუსები, იაფი მუშახელი იყო, შემოიყვანეს აზერბაიჯანელები, ჩინელები დიდი ისტორია არის, მაგრამ აგერ რუსეთმა როდესაც აუგზავნა აზერბაიჯანულ მოსახლეობას, რომ იქ ემუშაოთ, ისინი წამოვიდნენ და მშენებლობებზე აზერბაიჯანელები დაასაქმეს, ქართველები ამოყარეს და აღარ მუშაობენ. შესაბამისად ეს პრობლემები შეიქმნა და ჩვენ ამ საკითხსაც უნდა მივხედოთ და ამიტომ ეს თუ არ გვაქვს ჩვენ შესწავლილი და გაფიცნობიერებული ამ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ. თუნდაც სწავლებთან დაკავშირებით აგერ დარბაზში გვიზის ბატონი გიორგი, რომელიც თვითონ არის წარმოებელი ფარმაცევტული კომპანიის და რა პრობლემები შეუქმნეს და ჩვენი წარმოება 70 წარმოებელი იყო ქართული ფარმაცევტული კომპანიის და დახურეს. ჩვენ ეს უნდა იმოხდეთ, თუ არა ახლა თურქეთიდან შემოვიტანო უკეთეს ვაკეთებდი აქ საქართველოში და სხვა ქვეყანა განავითარო და სხვის ეკონომიკაში ჩავდო ფული, ასეც არ მინდა. ახლა რა შეეხება სამეცნიეროს შეეგეთ მაგას მე იმას სამეცნიერო თვალსაზრისი იყოს ხო მე იმას ვიცახებ თუ იყიდოთ მე საკითხი რა შეეხება სამეცნიერო თვალსაზრისით ჩვენ ქვეყანაში ძალიან ცუდი მდგომარეობა არის იმის გამო რომ ნახეთ რა მოხდა ფარმაცევტულმა კომპანიებმა იყიდეს სამკურნალო დაწესებულებები, რაც ინტერესთა კონფლიქტი არის და დანაშაული არის. არც ერთ სამკურნალო დაწესებულება სურვილი არ აქვს, რომ ვინმე მოაჩინოს. ამან გამოიწვია სავაჭრო ცენტრები შექმნეს და ამას უნდა ვებრძოლოთ ჩვენ, ამ შიგნიდან უნდა ვებრძოლოთ და ამიტომ მოვდივარ ჩვენი გუნდი ამის გულისთვის მოდის, რაც შეეხება პარკინგების საკითხი. მე გეტყვით, კალაძე რაც მოვიდა ხელისუფლებაში, ლარიანი პროექტები აქვს უდებ მერიაში და არავინ არ ახორციელებს. ლარი, თქვენ წარმოიდგინეთ ლუანზის მიმდებარე ტერიტორიაზე საპარკინგე ტერიტორიის მოწყობა იყო გაყვილი და იმ ტერიტორიაზე ლარ არ აძლევდნენ. არავის არ უნდა იქ მისვლა. ის რეალურად ლარი კი არის.
იქ წილებს თხოვე და იმდენი მოთხოვეს, რომ არავის არ უნდა რომ იქ პროექტი განახორციელოს. საჯარო რეესტრიდან გამოვითხოვეთ 92 წლიდან დღემდე არ არის გაყიდული სახელმწიფო ქონებები და დღემდე ვერ გვაძლევენ ნუსხა გამოვითხოვეთ. და რომ მივედით და უთხარით რა შეგვიძლია არ გვაძლევთ, არა სწავლობთ თქვენ ისეთი რამე მოითხოვეთო 6 თვეში თუ მოვჩითო ამ სიის გაკეთებას რომ მადლობა უნდა ვთქვათო. ანუ მთელი საქართველოა ლარად გაყიდული ხალხო და ჩვენ ზუსტად ამის რევიზია უნდა მოვახდინოთ. თბილისს რა ქონება აქვს დღეს, ეს უნდა შევისწავლოთ. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი პრობლემები ერთთაიანად განვახორციელოთ და ერთად მარტო მე კი არ უნდა ვიყო, თითოეული ქართველი უნდა იყოს, როდესაც ვამბობთ, რომ სახელმწიფო დივიდენდების ფონდი შეიქმნება. ამას დავიწყებთ თბილისიდან. თბილისის ქონებას გადავინაცვლებთ, სულ ყველა საკუთრება იქნება თითოეული ქართველის და თითოეული მოუფრთხილდება იმას და ვიღაცა მამაძაღლი არ მოვა და არ დამიწყებს, იმაზე ჩემია და იმის აშენებამი და ცათამჟელი და შეშიგნით ცხვის აშენმოგაყოფიებ. ჩამიკეტავს იმას გზას და ახლოსაც არ მიმაკარებს. ჩაკეტილი უბნები რო გააკეთეს და ეს სამთავრობო უბნები და იმის უბანი და ამის უბანი. ეგრე სად არის? ეს ქვეყანა არის ქართველი ერის და მე ხაზ გაუსვა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია იბრძვის და იბრძოლებს მუდამ იმისათვის რომ ქართული მიწა არ გაიყიდოს, არავისი არ უნდა გაიყიდოს. ქართული მიწა არის ქართველი ერის საკუთრება. ის არც შიგნით უნდა გაიყიდოს და არც გარეთ არ უნდა გაიყიდოს. არის მიდით აბა გერმანიაში იყიდეთ მიწა. იყიდეთ მიწა საფრანგეთში. ლევილის ეს რო გვაქვს ჩვენ ლუქსემბურგში. ის ჩვენი საკუთრება კი არ არის. იჯარი გვაქვს აღებული 99 წლით. ახლა ვადა რო ქონდა გასული ბიზნეს გადაახტევინეს ფული არ გაყო. ის საკუთრება კი არა. და ასე უნდა იყოს ეს და თითოეულ ქართველს უნდა ესმოდეს რომ ის მიწა-წყალი სადაც ჩვენი წინაპრების სისხლი დაიღვარა არ იყიდება და ჩვენ პარტიას ქვია საქართველო და საქართველო არ იყიდება და ვერასოდეს ვერ იყიდით საქართველოს. საქართველო არის ქართველების. გაიხარეთ. ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, თქვენ ხმამაღლა თქვით. აი მამულიშვილები ვართ ეს საზოგადოება, მამულიშვილები ვართ ეს საზოგადოება, არა სამთავრობო კავშირი. არ არეგისტრირებული ჯერჯერობით არ ვართ არეგისტრირებული გიორგი გათალაძე ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან. მოგეხსენებათ ყველა პროგრამას, ყველა რეკომენდაცია საარჩევნო იქნება ნებისმიერი სახის რეკომენდაცია, რაც საზოგადოებისთვის არის საჭირო რომ განხორციელდეს, ჭირდება ფინანსები. ამ ფინანსებს ჭირდება თანხების მობილიზაცია ქვეყანაში. ბატონ გიორგი, ამას სმენელს არ ესმის. არ ესმის ახლა თქვენი ნათქვამი ისე თქვით რომ ვინც პასუხებს რომ გაიმეოროთ მისი კითხვა და მე თანხების მობილიზაციას უნდა რაღაცა პროგრამა. აი მე ვამბობ, საქართველოს პროგრამა რა იქნება ქალაქი თბილისისთვის, რომელიც ალბათ მე თელ საქართველოზე გავრცელდება. თუ გოფიქრებულია არსებობს საშემოსავლო გადასახადი დუდის დასახადები. ეგ ეგერი გადასახადები, გადასახადები, კიდე რა მიჩარიმები შემოვიდა გადასახადები. დაახინული თქვენ და ეს განაკვეთები თუიცით ამჟამად რამდენია და თუ რაღაცა პროგრამა გაქვთ ამ კუთხით, აი ნაფიქრალი ეს მაინტერესებს ორი. არის ბატონ გიორგის რა ნაფიქრა რომ საკითხა მიმართებაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა ჯარიმები შევ ქვეყანაში და რა გადასახადები, ეგეც ძალიან ბევრი არის. ეგენი დასაწევი გვაქვს. და პირიქით, ჩვენი ეს ამოსუნთქვის საშუალებებში და გაიშვით და ახლა 15-20 კაცის ხელში არ არის ეს ქვეყანა რა და დროა უფრო მეტი მოვითხოვთ საზოგადოება და წმენას ბრძოლდაშობა შედი ყოველთვის მოუტანია და ეს ჯარიმები რაც არის, ეხლა როგორ შეიძლება საშუალო ხელფასი არ იყოს და რა ჯარიმები არის, უნდა რავი აქციებზე გამებია ამგვარ აქციებს, მაგრამ იქაც მთელი ჯარიმებს წერე რომ ეს ჯარიმებს არის შემოსავლების სხვა არ მოგება საშემოსავლო ამაზე იფუძნება იცით რომ ისახით განვითარდეთ შექმნეთ სამუშაო აი პროდუქციაზე ფასები ვერ შექმნით სტიმულები არ ხო პროდუქციაზე ფასები ხო მაგიტანით რომ ჩვენ თუ გადასახადები გვაქვს ეს დერივი და ეს აქციები ხო პროდუქციაზე ფასი ნაბადი ზუსტად მაგიტან ხდებოდა კიდევ იზრდება ეს ფასები ხო და 1992 იყო შევარაძე მიიღო 4 ივლისს მახსოვს მინიმუმ თვიური ანაზღაურება 20 ლარი რო იყო რომელიც წელი იყო არ მახსოვს ზუსტად მაგრამ თვიური ანაზღაურება გემდი კანონებში 20 ლარი და აი ეს როგორ შრომის კოდექსში იყო სასაცილოა საერთოდ საათობრივ ანაზღაურებას აღშევდა რომ კითხები ევროპა და ამერიკა და რუსეთი სხარი ვაფშე ჩემთვის
სუფთა ქართული ინტერესია მნიშვნელოვანი და პირიქით საათმოგვიანოს ომის მომხრეწავა საქართველოს საჩინილოთი რარირებოს, მაგრამ ეს ჯარები და გადასახადები უნდა დაუწიოთ, რომ ჩვენ ქვეყანას ამოსულთვის საშუალებებს, იმიტომ რომ არც პენსიები იზრდება ეგ რეალურად. არც ხელფასები არ იზრდება და თქვენ ჩემზე გააცდით უფრო სწავლისწავლებლები წამდებით, როგორ ქვეყანაში ცხოვრობთ. ამიტომ ზარანაირად პირიქით მახსოვს გეცოთ დაწევას. ეხლა ბიზნეს სექტორის მიმართებაშიც რა ამავე დასამალი ლილო მოლი გეცოდინებათ. იქ ავარ გაზრდილი, მუშაობდი ბავშვები ანარანტული ის პირველ ადგილას მიმუშავე. იქაც გადასახადებით აღჭობენ რა. იქაურ ადამიანებს ანარანტული ლილოში ვაგზავნეთ სამგორში ყველგან სადაც ესე პატარ-პატარ რაღაც ობიექტები სადაც ხალხი ცდილობს ყოველდღე იქიდან სიცივე იქნება თუ ჩუმა იქნება კარი იქიდან და შრომობენ. იმედად გადასახადებაში აღჭობენ და იმიტომაც მაგის ფონზე უკვე გაზლიედებს თუნდაც საერთო ბიზნესები თუნდაც ეს როგორც არის Libre, Orinaluji, supermarket or Xero, იმათმა შექმნეს ეგეთი თემა, რომ გარიგებაზე რა არიხიან იმდეს მე რასაც ვქურდები, იმიტომ რომ მაგასთან არ უნდა მოგოწოდოს ჩვენი რეალურად. და სტატისტიკებს კიდე საჭიროა უნდა და თქვენ ჩემზე გააკეთეთ პროსმატაობა, რომ პირიქით იქ ათკატერების პირდაპირ მნიშვნელობით, რომ ჩაიწოს ეხლა ვიყოთ რომ პატარ-პატარა ჯიხურები იყო თქვენ თაობაში რა, უბანში პატარა ჯიხური ხო იდგა ხოლმე, რომ ვიყოთ ეხლა პოლი არ ქონდა მოგცემდა ვალში. მაგრამ დღეს ამ სუპერმარკეტში შეხვალ იქ ვალზე არავინ არაფერს არ მოგცემს. მაგალითად ხომ უნდა ვიქნოთ ან არის ვერ მოგცემს. არა, ვიცო ვერ მოგცემს. ხო და ეგეც ხო პრობლემა არის, იმიტომ დღეს ადამიანს თუ შეია, იმას ხელი უნდა გაუმოწმოს და ვიქნოთ იმ პატარა ბიზნესებს და არავინ იმაზე რომ ვიღაც ერთი და ორი კაცი გამიდიძრდეს, ხო ჩვენ ქვეყანაში. ხო და ეგ არა რა მაქსიმუმ ხალხ გამოვხიზნით რა. ეხლა დიოგის და მე ხო ვერ რაღაცაზე თანხმდები რა ხომ და რა ვიჩხუბია და თუ ვიჩხუბე დებატები ჩხუბი არ არის, დებატები არის კვალიფიკაციის თავისი აზრის გამოთქმის საშუალება და ყველას თავის პოზიცია აქვს. ჩხუბი არის. ჩხუბს ვიძახი ახლა საათსაჩი მაგათ ვიჩხუბ, მაგრამ სხვა რაზეც ვიძახი. თემას თავი რა არის რა? ვიბრძოლთ იმ ჩვენი ყოველი თანამოქმედის უფლებისათვის რა. არ შეიძლება ჩვენ დღეს აი თუნდაც ძალიან ბევრი არ ხომ ეცაც რომ აი არჩევნებში არ მივდივარ ეხლა მესმის ბოიკოტი არჩევნებს იმ თემაში როცა არ აკავს ის ნორმალური ადამიანი და ბიზნეს არჩევნსაც არ ენდობ ვისაც ხარ დაუჭერ და არჩევნსაც არ ენდობ ხო მაგრამ როდესაც ვარ არჩევნ სუბიექტები ისეთი ადამიანები წლების მანძილზე სუფთად მოვდივართ ქართულ საქმეს ვაკეთებ და ჩვენი ერის ხარაზე ვიყავით არც მოგზაურობის შეგვეშინდა და არც დაჭერებიც არც გადატენების მოდი პირდაპირ მithქვი და იყო ეგეთი 7 აპრილი 4 აქცია უფრო დამიკითხეთ, მე 7 აპრილს თემაც მომივიდა. ანუ თემა ის არის, რომ ხარ უნდა დაგვიჭოთ, იმიტომ რომ აი ეს პოლიტიკურ თეატრალდასი ერთხელ და სამუდ დავითხოვოთ ამ პოლიტიკური სიმცირე. բոլորը დაქირავებულები არიან, რა, სუფთა ირონიულად თუ ეგრე იხსნება, ბატონო გიორგი, რომ დაქირავებული ხალხის მსახური უნდა იქნება, მაგრამ არ არის ხალხის მსახური. პირიქით მოწესრიგებული მონებად გაქციეს და მართლა ყელში არიან რა ეხა კარაძე და პირადული არაფერ მაინც არ მინდა ვაფშე ცხოვრებაში მქონდეს მაგრამ ეხა დებატაზე დამიჯდება ეგ ჯერშად არის ეგ თბილისს არ უახსენე შენ წეხა რა ახლა ემზადებია ხო რამოდენიმე წლის წინ აი გინება შეიძლება არ შეიძლება არა რამოდენიმე წლის წინ ეს დემლეგასალო თბილისის საპატიო წოდება მისცა გაგრის დაცემის დღეს მით უმეტეს ცოტა ხოლმე დავხვდეთ ხალხო ვის ხელში გარ ხო რავი კაცი ქალი-ქალიაო და კარაძეს ბოლოზე რო გითხეს არც ვიცით გაუკეველეს ქესი ხო და კიდე მაგათი ეროვნულობის გჯე რა კიდე მაგათი ეროვნულობის ვიდროდეს დემლაგვასალი ეხა გასაგებია რომ რავი თავის სფეროში წარმატებულია საზღვარგარეთ მაგრამ ბოლო აწლეულებია რავი კაცთან ერთად ცხოვრობს და პლუს ამას მაგაზე ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი დავიწყოთ სამოდელო მიმართულებითა რომ თემა იცი რა ის ცნობადი ადამიანია კი ბატონო ცნობადი არის ხო მაგრამ რატო ის ფაქტი იქ საზღვარგარეთ კარად მოვიდა საქართველოს ბევრმა იცის მისივე პროდუქციაში პედოფილობაზე რომ დააბრალეს ხო გახსოვთ თავისივე პროდუქციას რომ უნადგურებდნენ რატო ის ფაქტი არ გამოიტანა ამ იმედანა პოსტივი და საერთოდ ამ იმედზე პოსტივის მიმართა და სამთავრობო ტელევიზორი ვიც არის ხო აგერ ბატონო გიორგიც მე მიგვიწვიეთ მარტო რატო გახსენეთ ეს თემები რატო უცნებისათვის ხო აი თქვენ სხვა პოლიტიკური ძალები არ ვართ და ეგრე ეგრეთ წოდებული ძალები რომ ხო, მორალური უპირატესობა გვაქვს ყოველ მათგანზე რა რა თქმა უნდა, იმიტომ საქმით მოვდივარ და საქმის საკეთებ, მაგრამ მაგათ ჩვენზე მეტი ფული აქვს. აი ეგ არის თემი უბედურება. ამიტომ მიმართავ ხალხს რა ეხა სოციალისტებს დაიდება ეს ვიდეო გაავრცელეთ რა გააზიანეთ რომ მიგვატანილო ჩვენი საქმე ჩვენს თანამოქალაქეებამდე რა მე პირადად და დაწვრილ გიორგიც არ ბრძოლობს ამის ბრძოლობს მეტი შესაძლებლობისათვის რა მეტი ბერკეტებისათვის რა და
ან ეს ხალხი დამოფხიზდებით არა და არ ვიცი, მაგრამ ფეს ვერ უწევ ჩემი ქოქონა ხოლე აღორძინდება, აღორძინებაში გულიწობ იმას რომ განვითარდება, დემოკრატიულმა ჩვენებიც დიდი გვექნება, ქართველი გამრავლდება და კარგად იქნება, დღესვე ჩემი გული და სული წაუღია უფალს რა. ყოველდღიური ჯიჯგოდა სული უფალს რომ შეეხება. როგორ? ითხავს იცოცხლეთ ხო? იტოს ვიცოცხლო ალბათ ალბათ რუსმანი თუ არ დაუჭედო აგერ განაყი. მოკლედ თუ შეიძლება ბატონ გიორგის გავცემ პასუხი. რა თქმა უნდა. ბატონ გიორგიმ რაც იგულისხმება ეს ბოდი შემოსიებისას პროსტა ნერვზე არ მოსაშლელები ძმაურა. მცირე და საშუალო ბიზნესის გულისყმელი არის ეს და ამიტომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია. რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნეს და მით უმეტეს ქართულ წარმოებას ხელი უნდა შეეწყოს და უნდა იქნეს დაწეული ეს გადასახადები. თან ამდენი გადასახადი არა აუცილებელი, შეიძლება ეს ერთ იმაში ჩამოყალიბდეს და მოხდეს ისე რომ მისაღები იყოს წარმოებისთვის და შესაბამისად ქვეყნისთვისაც, იმიტომ რომ თუ ქართული წარმოება არ აღორძინდა და მცირე და საშუალო ბიზნესი არ ჩამოყალიბდა ქვეყანაში, ქვეყანას განადგურება ემუქრება და ის მონოპოლიური სისტემები, რაც ყარდება ახლა ჩვენს ქვეყანაში, ფაქტობრივად მონოპოლიზაცია მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. ეს არის აუცილებლად მოსაცილებელი და ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა მუშაობდეს იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს ქართულ წარმოებას და მცირე და საშუალო ბიზნესს უფრო განვითარდეს. ასევე საშუალო ფენის ჩამოყალიბება ზუსტად ამაზე იქნება დამოკიდებული, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდება. რაც უფრო მეწარმე იქნება და მეც მიეცემა საშუალება განვითარების, ეს რა თქმა უნდა სწორი საგადასახადო სისტემის შემთხვევაში მოხდება, სხვანაირად ეს ვერ განხორციელდება. ასე რომ ამაზე იქნება გრანტების გამოყო საერთოდ. კი, რა თქმა უნდა ეს ამაზე არის დაფუძნებული, იმიტომ რომ თუ შეიძლება მე არა ვარ დებატების მონაწილე, მაგრამ მაინც მონაწილე ვარ და ცნობილია და ჩვენ მეცნიერთა კონგრესმა ეს ბევრჯერ განვიხილეთ და ჩვენ ეს დავწერეთ, ჩვენ ეს შევთავაზეთ. ცნობილი ფაქტია, ერჰარდის პროექტი გახსოვთ თქვენ ადენაუერმა დანგრეული გერმანია 45-46 წელს აირჩიეს ეს მე მგონი ის კანცლერად და 10 წელიწადში ეს დანგრეული გერმანია, დასავლეთ გერმანია გახდა პირველი ძლიერი ეკონომიკური სახელმწიფო ევროპაში. აი მისი მთავარი მომენტები დაჯდნენ და იფიქრეს რა უნდა ვაწარმოოთ, რა შეგვიძლია ჩვენ ვაწარმოოთ და ის რაც ჩვენ შეგვიძლია არავითარ შემთხვევაში არ შემოვიტანოთ და ამავე დროს საგადასახადო სისტემა, რომ ეს არაფერი არ დაიბეგრება და უფრო მეცაც გეტყვით, საერთოდ 5 წლიანი მორატორიუმი გამოაცხადეს დაბეგრის სისტემის შეცვლაზე. ესე იგი, აი მე დღეს უშვებ 100 ერთეულ რაღაცას და ვიბეგრები, ხო? აი დღეიდან მე 5 წლის მანძილზე რამდენიც არ უნდა ვაწარმოო ამაზე მეტი, ის მიდის დაუბეგრავად. და იმად გამოთვალეს, რომ ამას იმ ხელა სიკეთე მოქონდა და ისე განვითარდა და იმდენი სამუშაო ადგილები შეიქმნა და მერე 5 წლის შემდეგ ისე იმდენი შემოსავალი შევიდა ბიუჯეტში, რომ ქვეყანა ესე ცნობილია ეს ყველაფერი, ეკონომისტებმა იციან, იურისტებმა იციან, ეს არ უნდა კორუმპირებულ ხელისუფლებას, კორუმპირებულ პოლიტელიტას. აი ეს არის უბედურება და ამიტომ დავწერეთ ჩვენ აი ასეთი დოქტრინა და ის 21 პუნქტიანი პროგრამა, სადაც ყველაფერი ეს გათვალისწინებულია და თუ ამას ყველაფერს ჩვენ ესე იგი განახორციელებთ, მაშინ უბრალოდ არ იქნება ადგილი კორუფციისათვის, ყოველ შემთხვევაში მასშტაბები მნიშვნელოვნად შემცირდება და ესე იგი ქვეყანა წავა წინ. ჩვენ ველოსიპედის გამოგონება არ გჭირდება. ჩვენ ცოტა დაგვრჩა დრო, მე მინდა რომ 2 წუთი თქვენ მიმართოთ საზოგადოებას, რაგნებათ, სხვადასხვა თქვენ შეგიძლიათ სხვა დროსაც მოვხიდეთ ჩვენთან და კი ბატონო და ხო ხედავ დამჭერდა ეს ეგრევე ეს ერთადერთი გიორგის მიმართა ეხლა ხო დააფიქსი ერთადერთი ტელევიზია არის სადაც ყველას გაქვთ ჩვენ იგულისხმებოდით ჩვენს და ასე რომ ამბობ ბრძანეთ 2 წუთი კი ბატონო დაინიშნეთ უნდა
მამული ენასარწმუნოება არის სამი საუკეთესო სიტყვა, რომელიც ცნება, რომელიც დავიდოა ჩვენმა წინაპრებმა ილია მართლმა და ჩვენი ქვეყანაში, ჩვენი გმირები პირდაპირ თავს წირავ. ბოლო ამოსუნთმამდე იბრძოდნენ, რომ თუნდაც ერთი მათგანი არ დაგვეგარდა. ამიტომაც ფიქრობ, რომ მაგ საკმარისი შესაძლებლობებით და ბერკეტებით, რომ ჩემ ქვეყანაში სუფთა ეროვნული დღის წესრიგი შემოგთავაზოთ და თბილისის მერის, ასე ვთქვათ, თანამდებობა იქნება მეტი შესაძლებლობ ბერკეტი ზუსტად ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. ყველგან სადაც ვნახავთ, იცოდეთ, რომ ვიყავი სამართლიანი და მომავალში ვიქნები რა თქმა უნდა სამართლიანი. ამიტომაც გავაფრთხილეთ მამული ენასარწმუნოება არჩევნებზე პირველი ნომერი. იმიტომ რომ ღმერთმაც კი არ დაუშვა პირველი ნომერი არ ყოფილიყო მამული ენასარწმუნოება, მოგეხსენებათ იქაც დოლურაში, როდესაც ვთქვათ, დახურულია რა თქმა უნდა ის ციფრები, პირველი ნომერი ამოგვივიდა, ამიტომ პირველი ჯერ ვიღებთ მონაწილეობას და კი, მოსაგებად გავდივარ, იმიტომ რომ ვითარამშო რა თქმა უნდა შემდეგ ყველასთან ვინც ნორმალურია და აგერ პათოლოგიურს არ აქვს პრობლემა თანამშრომლობის. ქართულ საკითხებში რა თქმა უნდა და იმის გარანტია ვიქნები პირადად, რომ ჩემი მხრიდან შეიძლება ეხლა თბილისის მერად არ ცეთი ჩვენთაგანი არ დავადრებდა, არ ვიცოდეთ როგორც კალაძე ეხა გამოსი რაღაცებში, მაგრამ მე პირადად იმის ასე ვთქვათ, დარწმუნებული გეტყვით, რომ ქართული საქმე გაკეთდება, რამეში ნახო არა ქართული საქმე და არა ქართული გავაკეთოთ, ჩემი თავი და თქვენი თქვენი ამას პირდაპირ გეტყვით. პირველი ნომერი გააფერადეთ მხოლოდ. მადლობა. ისევ და ისევ საზოგადოებას მიმართავ. მე ვარ თბილისის მერობის კანდიდატი და ჩვენი ასე რომ ვთქვათ, მოწოდება თბილისის საქართველოს გული, კავკასიის იმედი. თბილისი ყოველთვის იყო კავკასიის იმედი და ლიდერი კავკასიაში და ეს ლიდერობა დღეს სამწუხაროდ თბილისს დაკარგული აქვს. ჩვენ ამ ლიდერობას დავიბრუნებთ აუცილებლად და თბილისი გახდება ერთ-ერთი საუკეთესო და საუკეთესო ქალაქი მთელ მსოფლიოში. მე მოუწოდებ მოსახლეობას ხარი დაგვიჭირონ, აგერ ბატონმა ბრძანა რომ პირველი არის, არ ჩვენ ჩამოვჩით ერთიანებში, ორი ერთიანი არის და 11 ნომერი. ჩვენი ნომერი არის? 11 ნომერი. სამი ერთიანი გიძევარ და ერთიანი და ერთი. საინტერესოა. და ჯანმრთელობის მთავარი ასე რომ ვთქვათ, ამოცანა 11 ნომერია, ფეხით სიარული. გისურვებთ ჯანმრთელობას, მაგრად ყოფნას. და მოგიწოდებთ, რომ ხარი დაგვიჭიროთ საქართველოს მიეცით ხმა, ქართველობას მიეცით ხმა და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. საქართველო გაიმარჯვებს და გამწყინდება ისე, როგორც თითოეულ ქართველს გულში უდევს საქართველოს გამწყინება. დიდი მადლობა თქვენს ტელევიზიას იმისათვის, რომ მოგვეცით საშუალება დღეს საზოგადოებისთვის მიგვეწოდებია ჩვენი პროგრამის მცირედი ნაწილი. მომავალშიც კი ბატონო, შეგიძლიათ რომ მოგცემთ ამის საშუალებას. დიდი სიამოვნებით თანამშრომლებთ, ჩვენ ისედაც თანამშრომლებთ მეცნიერთა კონგრესთან და მეცნიერებთან, ჩვენი პარტიაც ეროვნული აკადემიის ეგიდით დაფუძნებული, ასე რომ უცხო არ არის ეროვნულობა, ეროვნული საკითხები და მოგიწოდებთ 11 ნომერი გააფერადეთ. მე კი მინდა მადლობა გითხრათ, რომ გვისმინეთ. ეს არის ჩვენი პირველი მცდელობა, აი ასეთი დებატები და მე მგონი კარგია, რომ ასეთი ორი ნორმალური დალაგებული ადამიანი, დალაგებული და სერიოზული ადამიანები და მე ბატონმა გიორგიმ გამახსენა ის იონა მეუნარგიას მისალმება ნიკო ნიკოლაძისადმიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად, ყველანი ერთად თავიანი თავების ძებნაში წარმატებას მივაღწევთ და ეს იქნება ჩვენი წარმოება. ეს უთავო თავები უნდა მოვაშოროთ ქვეყანას. უთავო თავებმა გაათავათ ჩვენი თავები და აი ეს უნდა გამოვასწოროთ და თავიანებმა უნდა ვაჯობოთ. თავიანებმა უნდა ვაჯობოთ, რა თქმა უნდა თავიანი
ელექტორატის მეშვეობით. კაი ხარ. დიდი მადლობა. მადლობთ. შვიდობით.